გამარჯობათ, მაესტრო და პირველი სტერეო წარმოგიდგენთ ток-შოუს პრესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ ერთ აზრზე მყოფ ადამიანებს და ვერ მოისმენთ მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშასე დღევანდელ პრესში გავარკვევთ, როგორ და სად ხდება ქართული მუსიკალური აუდიო პროდუქციის შექმნა. რას ნიშნავს და არსებობს თუ არა საქართველოში ხარისხიანი აუდიო ჩანაწერი. რა სტანდარტებს და ვის მოთხოვნებს ემორჩილებიან ქართველი ხმის რეჟისორები. შეუძლია თუ არა კარგ ხმის რეჟისორს და თანამედროვე სტუდიურ აპარატურას ხარვეზის დამალვა მომღერლის ნამღერში და ასე შემდეგ რა თქმა უნდა. ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს დღეს ჩვენი სტუმრები გაგცემენ. გამარჯობათ. მე წარმოგიდგენთ მათ შემადგენლობას. კოტე ნონიკოვი, ხმის რეჟისორი, მაესტროს ხმის ჩამწერის სტუდიის მუსიკალური პროდიუსერი, მერაბ სანოძე, სანო სტუდიის დამფუძნებელი და ზურა მახნიაშვილი არანჟირების ოსტატი. მე აქვე მივესალმები ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, ეგრეთ წოდებულ პრეს გუნდს. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად საინტერესო იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და სანამ თქვენ თქვენი ფუნქციების შესრულებას დაიწყებდეთ, ტრადიციული პროლოგი პრესის ეთერში. სამამულო შოუ-ბიზნეს ფაბრიკაში დღეს საკმარისზე მეტი მუსიკალური პროდუქცია იქნება. იმაზე მეტი, ვიდრე პატარა ბაზარს აკმაყოფილებს. ზოგადად ბაზარს და არა კონკრეტულად პრეტენზიულ მელომანს. ის, ანუ მელომანი, თვალის ამაჭრელებელ მრავალფეროვნებაში იშვიათად წააწყდება ხარისხიან პროფესიონალურად შესრულებულ ჩანაწერს. ეროვნულ შოუ-ბიზნესში ყველაფერი მარტივად ხდება. იმისათვის, რომ მომღერალმა თავისი გამუსიკალურებული სათქმელი მასებს მიაწვდინოს, პირველ რიგში საჭიროა იცოდეს ხმის ჩამწერის სტუდიისკენ მიმავალი გზა, ჰქონდეს მუსიკალური ფრაზების გამღერების მინიმალური უნარი და ჯიბეში ეგულებოდეს მცირედი თანხა. ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიებში 1 საათი მუშაობა 10-დან 25-მდე დოლარი ჯდება. ანუ თუ ჩაწერის პროცესი უსასრულობამდე არ იწყება, ეს არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა. თავარია სწორედ იმ ხმის ჩამწერ სტუდიას მიაგნო, სადაც გაგებით მოეკიდებიან კლიენტის რეალურ თუ არარეალურ სურვილებს. ეს კი არც ისე რთულია. ქალაქში 12-მდე ოფიციალური და 10-მდე არაოფიციალური ხმის ჩამწერი ფუნქციონირებს. დარიდურის ვერანაირად ვერ ჩავწერ, სუმშიერიო დავრჩე, მაგრამ ხდება ისე, რომ ხანდახან კეთდება რაღაცა ფულის გულისთვის, სიმღერა შეიძლება მე არ მომწონდეს, მაგრამ ჭირდება ფული და ამიტომ აკეთებ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად კეთდება. ნებისმიერ კლიენტს ვემსახურებით. რამდენი სიმღერა იწერება წელიწადში, ეს ზუსტად არ შემიძლია ამის თქვა, საშუალოდ კვირაში ალბათ 2-3. როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენთან ადამიანი მოდის მოუმზადებელი, ჩვენ მას ფაქტიურად კეთილუარს ვეუბნებით იმაზე და ურჩევთ, რომ მოემზადოს. ცოცხალი ინსტრუმენტების ჩაწერა როცა უნდათ, უფრო მაშინ მოგმართავ. ნებისმიერ კლიენტს არ ვემსახურებით. იმიტომ რომ თუ არ მოგწონს ვერ ვწერთ. ასია თუ ისე ყველა სტუდიას ყავს თავისი კლიენტურა და აქვს მუშაობის გამართლებული საფუძველი. დღეს თუ საქართველოში ყველას სურს სიმღერა, ეს ხმის ჩამწერი სტუდიის პერსონალს განმანათლებლურ მოღვაწეობას არ ავალდებულებს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები თავისთავად და მაცდურად იზიდავს სტუდიებში შესაშვური მონაცემების არ მქონე მომღერლებსაც. სტუდიას შეუძლია ორი რამე. გაასწოროს დეტონაცია, ისიც ნახევარტონის ფარგლებში. შემდეგ ის მახინჯდება და ავტომატურად ხდება ის, რომ ყველა გასწორებულია და მეორე გააკეთოს ისე, რომ ხმა მოდიოდეს კარგად. ზოგჯერ ხდება ფალშების გასწორება, კი, მაგრამ ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ მე თვითონ არ მიყვარს და ამიტომ ვაიძულებ მომღერალს, რომ სულთა მასალა დამიტოვოს. დეტონაციების სწორებას ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით. თუ რა თქმა უნდა არ არის ეს თვითონ მომღერლის მოთხოვნა, მაგრამ არ არსებობს ხმის რეჟისორი, რომელმაც ნულისგან შექმნას შედევრი. სიმღერა თუ არ იცის მომღერალმა, ვერავინ ვერ გაასწორებს მაგას ისე, რომ გამოვიდეს კარგი სიმღერა. შეიძლება დეტონაციები გაასწოროს, სწორად ნამღერი გამოვიდეს, მაგრამ სიმღერაში სული არ იქნება და სიმღერა არ ივარგებს. ნუ მოსულა, ეგეთი რაღაცაც ყოფილა, მაგრამ უნდა გთხოვოს იმაზე. დედამ, ვასწავლო ბავშვებზე ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ბავშვებს იშვიათად ვიწერთ, მაგრამ ნუ ძალიან თუ გთხოვა ვიღაცამ და მე არ გამოსდის, მაგრამ მაინც რატომღაც აწვალებენ ამ ბავშვებს. რაც უფრო პროფესიონალია მუსიკოსი, მით უფრო ნაკლები პრეტენზიები აქვს როგორც წესი ხმის რეჟისორისადმი და სტუდიისადმი. სადაც არის არაპროფესიონალიზმი და ასეთი რაღაცეები, იქ ყოველთვის იწყება პრეტენზიები და რაღაცაზე გადაბრალება. სტუდია ისეთი რაღაცაა, რომ მომღერალს შიფრავს თავიდან ბოლომდე და სარკესავით არის, ყველაფერი ჩანს. სამაგიეროდ თავიდან ბოლომდე შენიღბულია მომღერალი უკვე მზა პროდუქციაში. ვოკალის კარგი დამუშავება, პროფესიონალური ბალანსი, სათანადო ეფექტები და ეგრეთ წოდებული მასტერინგი ბევრ პროფესიონალსაც დააბნევს, რომ აღარაფერი ვთქვა ჩვეულებრივ მომხმარებელზე.
რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ მომღერალი, რომლის ხმასაც რადიოთი, ტელევიზიით ან სულაც სახლში მუსიკალურ ცენტრში ისმეს, სამწუხარო რეალობაში ჟუჟუნაწვიმასაც ვერ იმღერებს უშეცდომოდ. არახატოვნად რომ ვთქვათ, ვინ რისი მაქნისია, ყველაზე კარგად ხმის რეჟისორებმა იციან. მრავლის მნახვალ გამგონე მოწმეები საგულდაგულოდ ინახავენ საიდუმლოს. მათი პრობლემა ხარისხიანი ხმა და ჩანაწერის სტანდარტების დაცვაა. თუმცა სასურველი შედეგი აქაც საკმაოდ იშვიათად მიიღწევა. თვითონ ჩანაწერით, ხო, აი მატრიცა დავარქოთ, ანუ დედანი რა, მატრიცაც უდი სიტყვა. დედანი ნორმალურია, მაგრამ აი დედანმა მე რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს, რომ გახდეს მართლა კონკურენტურარიანი მსოფლიოში. ის არა გვაქვს. როდესაც მოთხოვნილება გაიზრდება და როდესაც რაღაცა იქნება, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ უფრო კარგი და უფრო მეტი მოთხოვნილება იქნება, ამისთვის ყველა ალბათ გავანძრევთ ტვინს და მე რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით მეგონი თბილი ჩვენ ვაკმაყოფილებთ. ვერც ერთი თბილისური სტუდია და ვერც ერთი ქართული სტუდია ვერ დაიტრაბახებს იმას, რომ ისინი იცავენ საერთაშორისო სტანდარტებს. ანუ მე როგორც ვიცი, ჩვენი ყველა სტუდია საქართველოში უფრო ციფრულ სტუდიებად მოგვევლინებიან, ვიდრე ანალოგურ სტუდიებად. ჩაწერა იქ საზღვარგარეთ ყოველთვის ხდება ფირზე. და ეს ფირი და ის დიდი აპარატურა ჯდება, მე ვიტყვი მილიონები, რომელი მილიონებიც დღეს საქართველოში არც არსებობს და როცა არსებობდეს, არც ერთი ჭკვად ყოფილი ადამიანი ამაში თანხას არ ჩადებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით პატარა ბაზარია ჩვენთან. პატარა ბაზარი კი მიუხედავად ყველაფრისა ბევრს იდევს. იქ, სადაც ხელოვნურ პროდუქციასაც ყოველთვის ყავს მყიდველი, მუსიკალური პრეტენზია ნულს უტოლდება. იმისათვის კი, რომ უფრო რეალური შთაბეჭდილება შეგექმნათ, რა შეუძლია შოუსთან გაერთიანებულ ბიზნესს, ამ შემთხვევაში კი მის ერთ-ერთ რგოლს ხმისჩამწერ სტუდიას, პატარა ექსპერიმენტს გთავაზობთ. ამ ქალბატონს არასდროს უმღერია სტუდიაში. უფრო მეტიც, მისი მუსიკალური მონაცემები საშუალოზე ბევრად დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება. აი, უსმენოთ როგორც გინდა, 3 მინუტი, ნებისმიერ თუ გინდა 4, როგორც გინდა. La 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 la. ეს ვაფშე არ არის ხო მელოდია, მაშინ გავიგეთ. და რასაც მახსენებს ხო ყველაზე მეტად, ახლა აი იმ მელოდიას გავაკეთებ მე ამისგან. Ну, пока нотки исправим просто. La 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 la. Вон как нота плавает. Сейчас мы это уберем. Сейчас, например, у меня вокал хрипит. Значит, нужно использовать другую методику для того, чтобы он все же остался человеческим. არც ისე მარტივი მოქმედებების შემდეგ ვიღებთ შთამბეჭდავ შედეგს. La 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 la. Тот максимум, который мы можем получить из этого. La 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 la. Что совершенно не означает, что данный продукт приемлем для студийного качества и для постпродукции. Но, тем не менее, это наглядно показывает, что крутить и поднимать ноты, опускать их можно как угодно практически. Здесь в начале этого клипа мы слышим нечто напоминающее нам мелодию канкана. И отсюда исходя я просто решил поднять концовку, которая просто никак не соответствовала этой мелодии. Слышно, что все спето внизу и вообще не в нотах, и вообще практически она проговорила, а не спела. Вот. А здесь мы просто взяли и вырисовали мелодию, которая могла бы подразумеваться, если бы мы действительно заставляли человека спеть канкан. Вот здесь. ასე რომ დღეს მომღერლის იარლიყი არც ისე რთული საშოვნელია. თავარია ერთგულ ხმის რეჟისორებთან გქონდეთ საქმე. იმ იმედით, რომ ისინი ცხოვრების ბოლოს მემუარებშიც არ მოიხსენიებენ საინტერესო წარსულს. Вот так. მოკლედ სანამ სიმღერა საბოლოო სახეს მიიღებს, ის ხმის ჩამწერ სტუდიებში დამუშავების, ასე ვთქვათ, პრესის პროცედურას გადის და ამ პროცედურის უშუალო თვითმხილველებიც დღეს ჩვენი სტუმრები არიან. ასე რომ მე დიდი სიამოვნებით გადავალ პირდაპირ საქმეზე და ჩვენს პრეს გუდსაც სწორედ ამისაკენ მოუწოდებ. ეთერშია თოქ-შოუ პრესი, თემით ხმის ჩამწერი სტუდიები. დავიწყეთ. მოგესალმებით, ლალი ფაცია, ჟურნალი თბილისელები. ნაწილობრივ თითქმის გაეცა ჩემს კითხვას პასუხი, მაგრამ საკონტროლოდ მაინც დავსვავ, რასაც ვაპირებდი. მოვიდა ადამიანი თქვენთან, რომელსაც პრაქტიკულად სმენა არ აქვს
ხმაც არა აქვს, შესაბამისად ვერ დაიკვეხნის ამ თვალსაზრისით და აქვს ძალიან დიდი სურვილი რომ სიმღერით წარმოჩინდეს, ხო? აი თითოეული თქვენთაგანი როგორ იქცევა კონკრეტულ შემთხვევაში, მიდის კომპრომისზე თუ უფრთხილდება ბოლოს და ბოლოს თავის სახელს, პროფესიონალიზმს და სამივესთან მაქვს ეს კითხვა. დავიწყეთ. ეხლა მე თუ მე უფროსი ვარ, მე გავცემ მას. იცი რა, ეგეთი ადამიანები ჩემთან არ მოდის. ჩემთან სანო სტუდიაში არ მოდის, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ არ ვიღებთ ეგეთ ადამიანებს ურჩევ წადით ან რაღაც სხვა საქმე გააკეთეთ. ან სხვა რაღაცა დაკავდით, იმიტომ რომ არ არის საჭირო ყველა მიმღეროს რა. ზუსტად ეგუბერდურება კი ეს შეიძლება ყველა მღერის. და ყველა მღერის, ვინც ჩვენ ესტრადაზეა დღეს, თქვენ როგორ გონიათ? 10%. არც კი. დღეს. ყოველ შემთხვევაში მე ვინც ჩამიწერია და ნამდვილად 10% მღერის. მოსახლეობის 10%. არა, მომღერლების დღეს მოსახლეობის 10% მღერის იმათზე კარგად, ვინც დღეს დავუშვათ იმ 90%-ში, იმიტომ რომ ეხლა მე და ჩემი მეგობრები სუფრაზე ძალიან კარგად ვღერივართ, მაგრამ ვერ გავარ ჩვენ სცენაზე რა. ეს იგი სანო კომპრომისებზე? არც ერთ ვარიანტში არ ჩავწე რა, ვეტყვი, მშობელსაც ვეტყვი, ან ვინმე ვის არის ამ სპონსორი, ან ვინმე ვეტყვის რა, წაბრძანით სხვაგან ჩავწე. გამონაკლისები არ ხდება. არ არსებობს ვარიანტი. როგორ იქცევა ზურა? პრაქტიკულად ვერ ვიტყვი რომ არ ყოფილა შემთხვევა რომ არ მოსულიყვნენ. ხშირიც არ არის, იმდენად რომ გარკვეული კონტინგენტი ვის მაცდუნებელი ამ შემთხვევაში არის თანხა ალბათ, არა? არა, იცით, მაცდუნებელს ვერ დავარქმევ, რადგან სამუშაო ყოველთვის არის და მე ვიტყოდი რომ ხშირ შემთხვევაში ეხლა რომ გითხრათ, აი გასვიანი ყველა ვიცით ხომ? პატარა ბავშვი იყო, როდესაც მოვიდა და უნიკალური შემთხვევა იყო ვოკალური თვალსაზრისით, მაგრამ როგორც ბავშვი მე აუხსენი სიტუაცია, რომ იმდენად ძვირადღირებული არის, თუნდაც ჩაწერა, მე თუნდაც კლიპი და მშობლებს სხვადასხვა ეწყინათ კიდევაც, რომ რატო მოგვიქცა ესეთი იმედი. ანუ უარის ტოლფასი იყო ჩემი ნათქვამი და მათაც ახსოვს. ის სიმღერა იყო მითხარით, რა ქვია, მიფრინავს შორს თუ მიფრინავს დრო, მეც არ მახსოვს სწორედ. და მე რუსამ დაამერიკა და მითხრა რომ რატო უთხარი უარი, ასე თქვა და ბავშვია და პრაქტიკულად აი იგივე რაც მე რაბიმ თქვა, მე იგივე მქონდა უბრალოდ ბავშვებთან დაკავშირებით. მე მოხდა გაუკეთე, დავინახეთ როგორი რეზულტატიც ჰქონდა, აღმოჩნდა რომ მშობელს ჰქონია სურვილი და აწყობდა და საბოლოოდ არც მე ვინანე, არც მათინანეს და პრაქტიკულად შედეგი მივიღეთ, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ რაღაცა კომპრომისი უნდა დააწყოთ. თუ ნიჭერია რა თქმა უნდა, თუ ახლა თქვენ რას თქვით ის შემთხვევა არა, დამიჯერეთ ასეთი შემთხვევები უხვად არის. პრინციპში ახლა იშვიათია მაინც რა, ისე არ მოდის. შეიძლება სხვა სტუდიაში მიდიან, მაგრამ ჩვენთან როგორც აი მე რაბი თქვა კონტაქტი არ აქვს ეგეთ ხალხთან. კოტერა სიტყოდა. არა და საერთოდ რატო დაესვა ისეთი კითხვა? საერთოდ არ აქვს მენახო ადამიანს და საერთოდ არის სიმღერა. რა, ეგეთი ადამიანები. არა, ნახეთ, ფირი ნახეთ, ხო? რომელი ფირი? აი, ცოტა ხნის წინ. ნუ ეს ხომ ექსპერიმენტი იყო და ანუ ექსპერიმენტი რო ჩავატარეთ ესე იგი. ეს უბრალოდ იყო ესეთი ექსპერიმენტი, რომელიც გაკეთა ამ გადაცემის გულით. ალბათ ექსპერიმენტისთვის არსებობს არ მოდიან. საერთოდ ადამიანი, რომელსაც არ აქვს საერთოდ არც სმენა და სიმღერას არ შეუძლია, ხო არ მოდის სტუდიაში. ეგეთ შემთხვევაში ძალიან იშვიათია, რომ ვიღაცა ესეთი შემოვიდეს, შემოაყოს ჩემი სტუდიის კარები და ეცით სიმღერა მინდა და სმენა საერთოდ არ ხონდეს, არა, ეგრე არ ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მოდის სტუდიაში, მღერის ასე თუ ისე. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში? კი. გარკვეული კომპლექსია. ის რისი პასუხით თქვენ გინდათ გაიგოთ, ხო? ის სხვა რაღაცა არის. ეს არ არის ის, რომ სმენა აქვს ადამიანს თუ არა. აქ სხვა რაღაცები არსებობს. ჩვენ მოგწონს მე ის პროდუქცია თუ არა, უკვე ამაზე არ ლაპარაკი. თორე უსმენო ადამიანს სტუდიაში რა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დღევანდელს არ ქონიათ ალბათ ასეთი შემთხვევა. გასაგებია. დრამას. დრამას ხატიაშვილის სტუდია მე ასეთი რაღაცა მაინტერესებს. მინდა ასე ვთქვათ რუსული სიტყვა ობივატელი, ხო? ობივატელის რა არის ქართულად ეთქარი? აი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არის პრინციპში დილეტანტი რაღაც საკითხებში. აი ესეთი ადამიანის მხრიდან დავსვა შეკითხვა. თქვათ ჩაუხედავი ადამიანი სტუდიის საქმეებში, მაგრამ რასაც ხედავს, ხო? აი უცხოური ჩანაწერები რო ავიღოთ. და საქართველოს სტუდიებში გაკეთებული ჩანაწერები. როგორც ადრე სადა დედამიწა იყოს განსხვავება, ისე დღესაც სადა დედამიწაა განსხვავება. თვითონ ხარისხის მხრივ, არანჟირებას აქ არ ვეხები. ვეხები თვითონ ჟღერადობის ხარისხს. რატომ არის ეს რისგან არის ეს გამოწვეული? აპარატურა არ არის შესაბამისი თუ სხვა რამე. მე ვიცი რომ სპეციალური სტანდარტები არსებობს ხმისჩამწერი სტუდიებისთვის, რასაც უმეტესობა ჩვენი სტუდიებისა არ აკმაყოფილებს. მაშინ
მაშინ კარგით. მაშინ დავიწყოთ კოტე. საქმე იმაშია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სტანდარტებით იწერება პროდუქცია. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თუნდაც ის, რომ მადონას ბოლო არა. ბოლოს წინ ალბომი ჩაუწერია სადღაც სარდაფში ვიღაც DJ-თან. მე მისულან დიდ სტუდიაში. გადაიტანეს ეს პროდუქცია სუპერ რაღაც აპარატურაზე და მე აღმოჩნდა რომ არ ჟღერს ისე როგორც მადონას უნდა და დაბრუნდნენ ისე იმ სარდაფში და ბოლომდე მიიყვანეს იქ თავის საქმე. მე იქინა პირდაპირ მიიტანეს ქარხანაში ეს CD და გამოუშვეს ალბომი. რა სტანდარტებზე მინდა ლაპარაკი, როცა ადამიანი იწერებოდა სარდაფში, ვიღაცასთან სახლში. თავარი რას მიიღებ ბოლოში. ანუ თქვენ გულისხმობთ რომ თავარია თვითონ კლიენტს თუ მოეწონება ის კლიენტის გემოვნებას თუ დააგმოვა. კლიენტს იმდენად არ მსმენელს. სმენელს ზოგადად. ხო. მე გეტყოდით რომ უბრალოდ ჟანრს გააჩნია მუსიკის. რა სიმფონიურს რა თქმა უნდა ვერ ჩაწერს სარდაფში ეგ ფაქტია. და კიდე Big Band-ს ვერ ჩაწერს და ცოცხალ მუსიკას, ხო, რა თქმა უნდა. აქ ახლა იმ ტიპის როგორც დღესდღეობით MTV-ზე ატრიალებენ ერთი დღის თუ ერთი წლის მუსიკოსები, ერთი წლის მომღერლებს რო აკეთებენ, პრინციპში როგორც Britney Spears-ი, მადონაც მაგეთზე გადავიდა, მაგ სტილზე გადავიდა, რადგან ადრე უფრო ჰქონდა ცოცხალი ტიპის შესრულებული ანსამბლური დამოკიდებულება, მაგრამ რაღაცნაირად იქეთ წავიდა, ტექნიკამ წაიყვანა იქეთ, რომ შესაძლებელია სარდაფში იქნება თუ სახლში იქნება კაცმა გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რასაც ქვია კომფორტაბელური რო იყოს სტუდია, ყველაფერი ერთად უნდა ხდებოდეს და ის სწორედ შენიშნა, რა თქმა უნდა, რომ არ არის ქალაქში მართლა ისეთი ერთადერთი სტუდია, სადაც ყველაფრის მიღება შეიძლება, რადგან თუ თქვა სტუდია შეიძლება იმ ტიპის ხმის რეჟისორი არ იყოს, როგორც შეესაბამება იმ სიტუაციას, ან პირიქით თქვა მუსიკოსი არ იყოს, ან ყველაფერი ერთად, ან ინსტრუმენტი არ იყოს ისეთი. ყველაფერი ერთად ძალიან ძვირადღირებულია და პრაქტიკულად საქართველოს არც იმსახურებს დღესდღეობით, იმდენად არ არის განვითარებული, რომ ამ დაგვარი კომპლექსში იყოს ესეთი კომფორტაბელური აღჭურვილობა ან პირებით დატვირთული. შეიძლება სამომავლოდ შეიკრას რაღაცა, იყო კიდევაც ლაპარაკი დაახლოებით აი მერაბის საქმის სკოლაში ამეფიქრობ და მელოდია როგორც თავის დროზე არსებობდა ერთ-ერთი დიდი სტუდია და სტანდარტებს შეეფარდებოდა აბსოლუტურად. მაგრამ გავიდა დრო და როგორ? შენობით, პოლიტიკურად შენობით. შენობით, მაგრამ იმ პერიოდში სტანდარტი იყო. მაგრამ გავიდა დრო და ის ჩამწერი აპარატურა დაძველდა და ამის გამო ეს შენობა დაიკარგა ასე ვთქვი და იმიტომაც სოკოებით ამოვიდა ამდენი სტუდიები. რამოდენიმე წელია სულ რაღაც პრინციპში რაც კომპიუტერმა აიღო ინიციატივა თავის თავზე და იმიტომაც ციფრული ახსენეს წერან რომ ხდება ციფრულიც, იქაც არის უბრალოდ რაღაც ტერმინები გერცებს ვეწავით ასე ვთქვათ, რომელიც რაც უფრო საუკეთესო კარტას შეეხება ასე ვთქვათ, ხმის კარტას, მით უფრო უკეთესი გამოდის ის ხმის ტემბრი, რაც უფრო საუკეთესო მიკროფონზე წერ, რაც უფრო საუკეთესო კაბინკაზე, აკუსტიკურად სწორედ არის. ამ საკითხის შესახებ ჩვენ ცოტა მოგვიანებით სიუჟეტიც გვექნება, ასე რომ დროებით ახლა სხვა თემაზე გადავიდეთ და შემდეგ სიუჟეტიდან გამომდინარე ისევ დაუბრუნდებით ამ თემას. დიდი მადლობა, მე მეც მინდოდა გამეცა პასუხი, შეგიძლია? სიუჟეტს რომ ნახავთ, მე უფრო ამომწურავს პასუხს გავცემს. მაშინ კარგი. შემდეგი ჟურნალისტი ლიზა. ლიზა, ინტერნეტ რადიო სანეტი. სამივე უდიდესი პროფესიონალები ხართ, ჩვენ ვიცით თქვენი ნამუშევრები და ნამდვილად პრინციპში ღირსეული პროდუქტი. მადლობა. მაგრამ პირადად მე უბრალოდ უყურებდი როგორ მუშაობდა კოტე ნონიკოვი. ვთვლი რომ აი ვირტუოზია თავის საქმეს. Ну, ალბათ განათლებაც ხელს უწყობს, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და სმენაც და ასე შემდეგ. ნამდვილად ძალიან კარგ კომპოზიციებს ქმნის. და ეცად საუბარში ვკითხე, ეხლა საკმაოდ სახელოვან მუსიკოსებთან მუშაობს კოტე, ხო? ლელა წურწუმიასთან, ქუჩის ბიჭებთან, სტეფანესთან, ლექსენთან. წარმოგიდგენიათ? ისე ლექსენი პირველი უნდა მეთქვა. და რატო? კარგი ბიჭია, კარგი მომღერალია. მაშინ კარგი. და ირონიის გარეშე. ერთხელ ვკითხე ესეთი რამ, კოტე მე ვთხარი, ვინ არის რა, ვის აქვს სხვა, ვის არა. ჩაიცინა ესე და მითხრა, რომ იცი რა, ამ ხალხის წყალობით ლუკმაპურს ვშოულობ და მოდი რა, ამ თემას ნუშევეხებით.
ამიტომ მე რა თქმა უნდა დარწმუნებულია რა დღეს თემა როცა მოიწყო მე ვიფიქრე რაღაც უარეს იქნება ეგეთი არა სენსაცია არ შედგება რა თქმა უნდა საიდუმლოებს ჩვენ ვერ გავიგებთ მე ვიცი რა აი კოტესგან მაინც ვერ გავიგებთ ანუ ის არ გვეტყვის ვინ არის შემსრულებელი და უბრალოდ დილეტანტი და ვინ არის მართლაც მომღერალი თუმცა კი ვთვლი რომ აი კოტეს წყალობით იქმნება მართლაც და ის სიმღერა რომელიც შემდეგ ჰიტია და იმ შემსრულებელს შემდეგ უკვე უწოდებენ რომ ის არის მომღერალი ეს უბრალოდ მაქვს ნანახი ეს პროცესი როგორ გადადის მე მგონი კოტე ერთადერთი სტუდია თბილისში შენი სტუდია როცა მომღერლის და ხმის რეჟისორის შორს დგას არა მინის ამეთ ყრუ კედელი რატო მომღერლის დანახვა არ გინდა? მეც მგონია არც მომღერალს არ უნდა შემიდანახვა. თუ რამე არ მომწონს, მაგრამ არა, სხვა რაღაცა უბრალოდ მე არ მაწყობდა ეს მინა დინამიკებთან ახლოს. საშინელი რეზონანსი მოყვება ამას ყველაფერს და სუფთა პროფესიონალური თვალსაზრისით არ მაწყობს. და სხვა რაღაცა არის ის, რომ უბრალოდ მომღერლისთვისაც მე მგონი კომფორტია, იმიტომ რომ თავისუფლად გრძნობს თავს სტუდიაში. აგეთებს იმას, რაც უნდა. მე არ ცდილობდი რომ შენი ტყოდი მე მძულს ისინი და რატომ ამიტომ არ მინდა მათი დანახვა. ეხლა კი კითხვა სამივესთან. ერთხელ შევესწარი ესეთ საუბარს, ხვის რეჟისორი, არანჟირების ავტორი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ამის დედავატერია იმანო, ნუ კომპოზიტორმა, მომიტანაო და ამ მელოდიაო და ამაში გადაუხადაო მომღერალმა $500-იო და $400 მე მაინც არ მეკუთვნის? რატო გიყვეს? არანჟირების არა, არ მიყვის. მე გეკითხებით. მართლაც რაღაც ძალიან პრიმიტიული მელოდია ლა 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 ესე უხიშეთ რო იყოს ხო ახლა სიუჟეტში იყოს. მოაქვს ეს მელოდია ხო კომპოზიტორს თუ მომღერალს და შემდეგ ჯდება ხმის რეჟისორი, არანჟირების ავტორი აკეთებს ორკესტროვკას, ბალანს, ნუ ბოლოს უკვე მასტერინგს და მთელ ამბავს, ანუ ხორცს ასხამს ამ პრიმიტიულ მელოდიას და იქმნება ღირსეული პროდუქტი. მე თქვენზე მაქვს საუბარი, ყველას არ გამოზეს ეს ღირსეული პროდუქტი. მართლაც იქნებ ეს $400 ცოტაც არის თქვენთვის და თქვენ უფრო დიდი ჰონორარი უნდა გქონდეთ ვიდრე მუსიკის ავტორს. შეიძლება აქ კიდევაც უფრო დიდი ჰონორარი. მაინტერესებს, აი თუ შეიძლება ამ თანხებზეც ვისაუბრდით, რომ ეს აქტუალური თემაა, ძალიან ბევრ ახალ დამწყებით მომღერალს აინტერესებს რა. აი რამდენი უნდა გქონდეს ჯიბეში ფული, რომ გავაკეთო კარგი აი ჰიტი შევქმნა, გავითქვა სახელი. მოდით აი ამ თანხებზეც ვისაუბროთ. ანუ თქვენი შრომა უფრო მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს თუ პრინციპში ყველაფერი როგორც არის გაწყობთ. მადლობთ, დავიწყეთ ზურასგან. სამივესთან არის ზურასგან დავიწყოთ ის პირველი. იცით რა არის რომ თქვა არ მიღირს ჩვენი სოციალური მდგომარეობა პრაქტიკულად ისეა რომ ღირს რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა რაც შეიძლება რაც ბევრი იქნება უკეთესია და დროის ფაქტორია. რა თქმა უნდა, შეგიძლია დაждდეს სიმღერაზე 3 დღე იმუშავა, 4 დღე იმუშავა, შეიძლება 1 დღე იმუშავა, მაგრამ როგორც უცხოეთის სტანდარტი გვიჩვენებს, პრაქტიკულად ეხლა წელიწადი და 2 წელიწადი თუ იკეტებიან და ალბომზე მუშაობენ, რაღაცნაირად სასაცილოა, რომ ჩვენთან თქვა ერთი სტუდია, თქვა ან ერთი არანჟირების სპეციალისტი წელიწადში უშვებს 10 ალბომს სიტყვაზე. რაღაც აბსურდული ის არის, ხო, შედარებით ის, მაგრამ რადგანაც აი ძიებაზეა ლაპარაკი, ჩვენ ვეძებთ ხმოვანებას, სტილისტიკას, რაც უფრო დრო გვექნება საიმისო, მით უფრო უკეთესი გამოვა. ანუ რაც უფრო მეტი გადაუხდია და დრო დაგვითმია ჩვენ თქვა საიმისო იმ პროდუქტისთვის, მით უფრო უკეთესი გამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ერთ დღეში სასწაული გამოსულა სიტყვაზე, რაღაც ხიტი ისეთი, რომელსაც მე თვითონ არ ვგები თქვა. მაგრამ ეს არის გარკვეულზე მელოდია, მომღერალი, ტექსტი, ყველაფერი ერთი მეორეზე უნდა იყოს დამოკიდებული და მაქსიმალურად აი უნდა გამოვიდეს მაგიდან გამომდინარე და ისე რაც შეეხება თანხებს რომ დავიწყო აი მაქსიმუმი რა ჯდება და რამდენიმე ეთოს ჯიბეში საძნელი სათქმელია რადგანაც ეს ვინც ამ სფეროში ებმევა თავისით იგებს და შეუძლია მინიმუმით დახარჯოს მაქსიმუმის და იქიდან გამომდინარე დრო და დრო ხდება ვისთან და როგორ ჯობია და რატო ჯობია ან ცვირი თუ ქვია რატო ქვია და ღირს თუ არ ღირს ეგრეა. გასაგებია სალო. მე შემიძლია ამას გავცე ესე რამეთუ თანხებთან არის დაკავშირებული. მე არ ვიცი ხა ჩემს ესე პატარა სტუდიურ გაერთიანებაში რასაც ქვია სამ სტუდია, შედის 7 სტუდია ერთეული ესე ვთქვათ. ქალაქის სხვადასხვა ადგილებში
კერძოდ 3 სტუდია ჩვენ ადგილზე გვაქვს, სადაც ჩვენი მთავარი სტუდია, ესე ვთქვათ, იცით რა არის, ჩვენ არა ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენს გადაიხდის მაგალითად ერთი მსახიობი. ჩვენ გვაქვს აი სუფთა წყლის საპროდიუსერო მიმართულებით დაწყებული საქმიანობა, თუ მომწონს მე მსახიობი, რომლიდანაც შეიძლება რაღაც გამოიძებწოს, მე იქით ვხვდი ფულს. ვაკეთებ პროექტს და უშვებ გასაყიდად. ისე აქ მარტო სტუდია როგორც ასეთი, ეცი რა მოდი შენ ახლა გადაიხადე $300 არანჟირებაში 180 იქ 730 სადღაც, ესეთ რაღაცები ჩვენ ძალიან იშვიათად ვაკეთებთ. და ჩვენ ვქნით ჩვენი პროდუქციას, მე არ ვიცი ახლა რამდენად იცით ჩვენ სადღაც 238 პროდუქცია გვაქვს საკუთარი სტუდიაში ჩვენ, რომელიც არის გაყიდვაში. არა მარტო აქ, არამედ იქაც, რასაც ვედარებით. იცით რა არის, მე შემიძლია თქვა, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რომ გავყიდე მაყურებლის წინაშე, ამიტომ თუ გაქვს სურვილი და ნიჭის თუ გაქვს, უნდა გადაიხადო რა. დიდი მადლობა, მე კოტე. არაფერს. რა, პრინციპში რა შემიძლია დავამატო. პრინციპში აი ეს მიდგომა არის ყველაზე სწორი, როცა შენ ხარ პროდიუსერი, ვთქვათ, და აქეთ უხდი ფულს მომღერალს, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკაა ზუსტად მიღებული. ადამიანი ვთქვათ, აკეთებს დემოს, აქვს მე სტუდიაში, ანუ პროდიუსერთან, გამომშვებ სტუდიაში, სადაც უკვე იბეჭდება საბოლოო პროდუქცია CD-ზე, კასეტაზე, არ აქვს მაგას მნიშვნელობა და რა ვიცი. თორემ სიამოვნება რა თქმა უნდა ძვირია. ძვირია და იცი რა მგონი რომ იყოს კორექტული ახლა ამ თემასთან დაკავშირებით რაღაცა კონკრეტულად რომ არა მე ვიტყვი იცი და უკაცრავად მოდი შევგაწყვეტნებ აი ძვირია და რატო უნდა იყოს ძვირი იმასაც ვიტყვი რა გადაიხდი ერთ სიმღერაში დაუშვათ ხო მაქსიმუმ თავიდან ბოლომდე მთელი ესე ვთქვათ ფულ რაც იქნება გადაიხდი $1000 და გააქვს ხელში გამზადებული ესე ვთქვათ თუთლი ხიტად გამზადებული მასალა რომელიდანაც შენ თითო კონცერტში ამათაც ვისაუბროთ რა მინიმუმ 200 ან 250 სიმღერა $დოლარს გიხდიან ერთ სიმღერაში. კეთილი ინები, გეთახო და გადაიხადე ის თანხა რა. თუ ესე გინდა. თუ არ ახარ ვინმეს ფთების ქვევით მაგალითად რომელიმე საპროდიუსერო ცენტრში ან სტუდიასთან ან სადღაც ესე. მაშინ გადაიხადე. და თუ ხარ ვინმესთან მაშინ პირიქით უნდა გადაგიხადოს. მაინცა პასუხი შეკითხვას მე მგონი სრულფასოვნად და მოგესალმებით ნინომორგულია ჟურნალი რეიტინგი ყოველ თქვენგანს მინდა ვკითხო რას ფიქრობს ქართული ესტრადის შესახებ მოკლე პასუხი თუ შეიძლება და გულწრფელად დავიწყოთ ისევ ზურასგან ძალიან მოკლე კონკრეტული პასუხები გჭირდება მოკლე ისეთი შეკითხვა მოკლე არ გამოვა არა შეიძლება ესე ვთქვა ესტრადა წინ განსაზღვრება მაყოფილი ვარ თუ არა პირადად მე რა არის ძალიან ერთნაირი გახდა ბევრი რაღაცები. შეიძლება ეს ჩვენი ბრალიც არის, შეიძლება მომღერლების ბრალიც არის, შეიძლება ხალხის ბრალია ითხოვს. თუ თქვენი ბრალია რაში გამოიხატება? ჩემი ბრალი პირადად მე ვიტყოდი. შეიძლება ჩვენი ბრალიო. ჩვენი ასე ვიტყოდი რომ შეიძლება ჩვენ რაღაცა არ ვითხოვთ ისე, ანუ ჩვენ მეტად კაცრი უნდა ვიყოთ თქვა მომღერალთან და ბევრი უფლებები მივეცით შეიძლება ასე ვიტყოდი. რადგან მათ უკვე იყო პერიოდი, როდესაც მოდიოდნენ და მთლიანად დაყრდნობილი იყვნენ ჩვენზე, თქვა. ნუ მთლიანად ასე თქვა, ჟანრიდან გამომდინარე ყველანაირად ჩვენ გვებარა ეს. ანუ პროდიუსერები არ არსებობდა და ჩვენ რაღაც დონემდე პროდიუსერობას ვეწეოდით თითოეული ჩვენგანი. და ამჟამად ისე არის, რომ პრაქტიკულად რომ მოდის მომღერალი, რაღაც გარკვეული მიმართულება, სტილი, რაც მას დაუჭერია, ასე თქვა და გონია რომ მისთვის ეს უკვე სავსებით საკმარისია. არ ცდილობს რაღაცა ახალი მოძებნოს და ითხოვს პრინციპში აი ისეთი რომ მქონდა იქნებ ისეთი ოღონდ ახალი სიმღერა თქვა და ნუ ჩვენ ასე ვთქვათ მეთანხმებით რაღაც დონემდე და ხშირ შემთხვევაში კამათი მომდის მაგრამ რო ვატყობ რომ რაღაცნაირად მოთხოვნაში გადადეს უკვე სერიოზულად უნდა უკვე აღარ ვეკამათები და ეს გამოიწვია იმან რომ გახდა ერთნაირი ბევრი ანუ ჟანრი არ იცვლება ხშირ შემთხვევაში შევეცადე ბევრი ვისაც თქვა ჩემთან რაღაცა ინტერესი ქონდა თქვა საკუთარ კომპოზიციაზე და გაეკეთებინა რაღაც სიმღერა მაგრამ იმან ასე თქვა ვერ გაგაჩა ისე რადგან დროის მომენტიც არის რომ ვერ ასრებ იმდენი პროდუქციის შექმნას და თითო კიდე ვერ შველი საქმეს ან გლობალურად უნდა შეყარო ბევრი სიმღერა ბევრი სტილისტიკურად განსხვავებული და ასე თითო ვერ ერევ
ხშირად გიჩნდებათ სურვილი, რომ მომღერალთან სიმკაცრე გამოიჩინოთ? და მე ჩემი აზრით, იცით, კარგ მომღერალს არანაირი სიმკაცრე არ სჭირდება, ის მღერის უბრალოდ. ცუდ მომღერალს სჭირდება თვალების დაკაჩვა, რომ მე არ მოუწიოს ვიღაცას კომპიუტერში. სიმკაცრე არც არის სტუდიაში, თქვენ მე მგონი არ გინახიათ ჩაწერის სიტუაცია. ერთადერთი თუ ეზარება და ცუდ ხასიათზეა, შეიძლება ვსთხოვოთ, თუ არ ხარ განწყობაზე, მოდი ხვალ ვთქვათ. და თუ განწყობაზეა და მაქსიმუმს აკეთებს, უბრალოდ არ უნდა მოთხოვო, რადგან ეს არის მისი მაქსიმუმი და იქიდან გამომდინარე რაღაცა უნდა უშვეო მე ტექნიკიდან გამომდინარე. საშველი აქვს ნამდვილად ქართულს, და თქვენ რას კი, გეთანხმებით, მართლა საშველია. მე ვიტყვი პირდაპირ, დასაწყისშიც გითხარით, ყველაფერს ვიტყვი ხმამაღლა. მე რა ვთქვი 10%. ხმამაღლა არ არის საჭირო? ნუ ხმამაღლა ესეთი მეტრი მიზახინე რა. ის 10%, რომელიც მე მაკმაყოფილებს, რომელიც თავში რო ვთქვი, აი ზუსტად ისე მომწონს ჩვენი დღეს რაც ხდება ჩვენთან აი შოუ ბიზნესში ესე ვთქვათ რა. აი დანარჩენი მეზისხება, კიდევ რომ და ვიძახი. თქვენ თვითონ გრძნობთ პასუხისმგებლობას, თუ თქვენ ერთ-ერთი შემოადგენელი ნაწილი ხართ. არანაირად არ პასუხისმგებლობა. მე ვგზნობ პასუხისმგებლობას, რომელზეც ვკიდავ ხელს, მაგალითად იგივე ჩვენი საკუთარი პროექტები რა. ხალხური სიმღერა. აქედან დავიწყოთ შემოგვილა. თუ რამე არსებობს და ჩანაწერი, იმ პერიოდიდან როცა ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ჩვენი კომპანია შემოვიდა ბაზარზე, თავიდან ბოლომდე აი მუხლზე დაუდგები და ესე გეტყვით რომ ვცნობ პასუხისმგებლობას, მაგრამ სხვა რაღაცაზე დღეს მე ყველანაირი ჟანრი მომწონს, აბსოლუტურად რა უსმენ. არ არსებობს ცუდი მუსიკა ხო, მეთანხმებით ხო? ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. ცუდი არ არსებობს. მაგრამ ის 10%, რომელიც მე მაკმაყოფილებს, ის მომწონს, ის 90 არ მომწონს. კი არ მომწონს მეზიზღება, ვერ მე საინტერესო ვინ შედის იმ 10%-ში, იქნებ თუ ხმამაღლა საუბრობთ. გეტყვი, თავისუფლად შეგაგონია, მე პირდაპირ გეუბნებით, მერაბი სეფაშვილი. რომან ცხილად დათო გომართელი ეს მოწონებულების სიებია და არა დაწონებული. ხო, ფაქტობრივად მე ვინც მომწონს რა. ახალი თეთრი სია მომღერლების. გეტყვით, თავიდან მე პატარა გავუჩინე. შემდეგ გეტყვით, ეხლა სულ მალე გამოვა ახალი მომღერალი, თუმცა უკვე ეს იყო მომღერალი ბერძენიშვილი ალეკო თუ გაგიგიათ ეგეთ ვინმე ფანტასტიკური, მოემზადეთ სულ ყველა ძალიან გხოვს რა. მოემზადეთ. აი მომღერალი ვინ იქნება რა. და ესე შემდეგ რა. თავის საქმეშიც. რა ესენი მოვიდნენ წვალებით ხალხო, რატო ვიძახი რა. არ არის ეგრე. შენ მიდიხარ დღეს სტუდიაში, ჩაწერე გადაიხადი $1000 და ხვალ გავუშვი პირველ სტერეოზე კლიპი და ატრიალე 35 ჯერ დღეში, გინდა არ გინდა გახდება ყველა ვარიანტში. გახდება. იცი რა შეძახილით ხე გახმავა, აი პრინციპით. ზუსტად ეგრეა რა. მეწონეთ. უამრავი ვინმე, აი ნინო ქათამაძე. ფანტასტიკური გიჟი მომღერალი ადამიანია. ნადირია, მე ესე ვეძახი მას რა. და უამრავი, იცი რამდენი არის იგი ანდეგრაუნდში ხვევით, რომელსაც ფული არ აქვს. მაგრამ არსებობს სამ რომელსაც ამოიღოს რა. ეწონეთ. კოტე, ფარს ფიქრობ თქვა. ჩემი პირადი აზრით დაინტერესებთ საშინლად არასაინტერესო და მოსაწყენი განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გახდა ეს ქართული ესტრადა და საერთოდ სიტყვა ესტრადა არ მიყვარს. ეს მაინტერესებს. თქვენც ხო მონაწილეობას იღებთ ამ ყველაფერში? რა პროდუქცია ეს და ციტყვა. ჩვენ თვალწინ გააკეთეთ ახლა ისეთი ნაბიჯი გადადგეთ, რაც პრინციპში არ უნდა გააკეთეთ. არ უნდა გააკეთეთ. არა. ისე პასუხისმგებლობის საკითხს ვუბრუნდებით, რამდენადაც მივხვდი, ხო? დიახ. მეც მინდა გითხრათ, რომ არანაირად არ ვარ პასუხისმგებელი ვიღაცის არჩევანზე. ანუ თუ მოდის ჩემთან მომღერალი, რომელსაც აქვს თანხა ვთქვათ და რომელიც არის პოპულარული, ხო ვთქვათ ხალხში. ხალხს ხომ მოწონს? და მოვა და კიდე მოვა ჩვენ წინა მთავრობას ემსგავსებით, მაგრამ რომელსაც ყველანაირი პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი, მიუხედავად იმისა, რომ ის უშუალო მონაწილეა. მე ვარ პასუხისმგებელი მხოლოდ იმისა, თუ რა პროდუქციას გამოუშვებ. საკუთრებით შემოქმედებას არავის. კი ბატონო. არ არის შემიძლია. თქვენ გიამაყებთ ის რაც ახლა გააკეთეთ, მე მგონი ძალიან ბევრი უსმენო მოგადგება. ეს ჩემი სირცხვილი არა, ეს იმათი სირცხვილი. მე ამაყება რომ შემიძლია ნებისმიერი აი უნიჭო უსმენო და რაღაც რო იყოს. რა არის ამაში საამაყო, უბრალოდ მე არ მესმის იქნება ამიხსნა. ტექნიკურად პროფესიონალიზმზე მე არა, გასაგებია რა პროფესიონალიზმია იმაში, რომ რაღაცა ავიღოთ, გავაკეთოთ და აი რატო უნდა აკეთდებოდეს ესეთი რაღაც, როცა შეიძლება უბრალოდ მომღერალი, კარგი მომღერალი მოვიდეს გვეშველოს, ქართულ ესტრადაზე ეშველოს და ერთი კარგი მომღერალი. ნუ ეხლა მე ვერ მოგიყვანთ, გინდათ ბიან სნოულს ჩამოგიყვანთ, თუ გინდათ არა. შეიძლება ჩამოვიდეთ. ანუ ესე იგი ნინო გინდა ნინო თვითონ რომ თუ ცენზურა იქნება თვითონ ხმის ჩამწერი სტუდიებიდან გაუმჯობესდება ჩვენი მდგომარეობა. ცენზურა ცუდი რაღაცაა საერთოდ.
იცი რა არის ცენზურა არ არის საჭირო არ მიიღო რა ეგეთი ხალხი და არ არის საჭირო რა არ არის მე მთავრობას ვსგავსები მაშინ ეს ახლა კომუნიზმის დრო დაუბრუნდით ახლა და ცენზურა რას ისურვებია რაც არაფერი ცენზურა არის ხალხის გემოვნება მეტი არაფერი ცენზურა არ არის საჭირო იმ შემთხვევაში ერთი რაღაც მინდა ვთქვა როდესაც ტელევიზიების და რადიოების მისამართით არის პრეტენზია რომ რატო ატრიალებენ დავუშვათ ამა თუ იმ ვიდეო კლიპს რატომ არ შეიძლება რომ ხმის ჩამწერ სტუდიებშიც გაკონტროლდეს ეს ვაიმე შემოგევლე რა აი მაგალითად მე ვიტყვი ერთ მაგარ ფაქტს ახლა მაგასთან დაგაშილეთ რადიო ფორტუნაზე ვიტყვი რა მე მინდოდა სულ არაფერს არ ვიძახი ახლა მაგალითად მე მინდოდა ერთი ჩემი ძმაკაცის ახლობელი ვიღაცა მთხოვეს რომ იქნება ეგ სიმღერა მიიტანო რადიო ფორტუნაში მე ვთქვი კარგით მეთქი და დაურეკე გვანცას და ვთხოვე გვანცა მეთქი მეგობრულად ძალიან ვთხოვ იქნება გამოიარო ჩემთან რაღაც მინდა მოგასმენო მეთქი რა გვანცა არის ჩემი მეგობარი მართლა პროფესიონალია გვანცა რა ყველამ დამეთანხმებით ხო და მეთქი გვანცა აი მოусმინე ფილოსოფიაზე საუბარი კი მოусმინე მეთქი რა და პირდაპირ დავსვი ის შობელი იყო თუ ბავშვი იყო თუ ვინც იყო არ აღნიშნება დავსვი იქვე რა და ვასმენებთ რა აუწიეთ და რო კარგად გაიგო ვითომ ვერ გაიგებდა რა და გვანცემ ეგეთი რაღაცა თქვა იცით რა პირდაპირ უთხრა იცით რა მე სიმღერა არ მოწონსო და თანაც ჩვენ როგორ უნდა თქვა ეს ჩვენ ფორმატში არ ჯდება აი ესე შეგიძლიათ გააკეთოთ ტელევიზიებმაც რა ეს სიმღერა არ მოწონს იმიტომ უნდა ყავდეთ მუსიკალური პროდიუსერი ტელევიზიაში უნდა არსებობდეს და უნდა თქვას იმან ეს სიმღერა არ მოწონს და არ არის ჩვენი ფორმატი აი ეს არის ჩემი პასუხი რა ადლობთ ხატია შემოგია რადიო ფორტუნა დიდი მადლობა სანოს ესეთი რეკლამისთვის მე ისევ ლალი ფაციას კითხოს დაუბრუნდები გამოგიტყდებით და გეტყვით რომ რაღაცა ვერ დაუკმაყოფილდი იმ პასუხი და რაღაცა ჭეშმარიტება მაინც ვერ დავიჭირე თქვენ პასუხში მე რატომღაც არ მჯერა რომ თქვენ თან წერენ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალები იმიტომ რომ თქვენი სამეული ეს არის პირველი სამეული მთელ ქალაქში ხმის ჩამწერ სტუდიებში ყველაზე პოპულარული სტუდიები გაქვთ თქვენ სამს ხო ანუ ქართველები ვართ ცოტა სნობები და გვინდა ყველას ვინც არ უნდა ვიყოთ კარგ სტუდიაში ჩაწერა და კარგი ხარისხის მიღება ხო ხომ არ ფიქრობთ რომ ეს თქვენი პასუხი რომ ჩემთან არ მოდიან ცუდი მომღერლები არის მხოლოდ და მხოლოდ იმის პასუხი რომ თქვენ არ გამხილონ დათურ სამსახურში არა შემთხვევაში ცუდი არ გითქვია ადამიანები ვისაც არ აქვს საერთოდ არა თქვენ უბრალოდ სმენა საერთოდ ხაზგასმით გასაგებია სმენა იყო სიმბოლურად ნათქვამი აი მე მინდა ცუდ მომღერლებს მე ვიტყვი ერთ რაღაცას კატეგორიად დავყოთ მაშინ ჩემი აზრით რაღაც სამი ფენა არის მომღერლების მე რასაც უყურებ და უსმენ საერთოდ არის პირველი კატეგორია მეორე კატეგორია მესამე კატეგორია მესამე კატეგორია პირადად ჩემთან არ დადის მეორე ცდილობს დადის რაღაც კონტინგენტი და მესამე კატეგორია ვინ არის მესამე ქვედა კატეგორიაზე ვიძახე მეორე კატეგორია არ ნუ მე ჩემი აზრით ასე ვფიქრობ მეორე კატეგორია დადის და ცდილობს პირველ კატეგორიაში მოხდეს და პირველ კატეგორია კიდე ხშირ შემთხვევაში დადის და აკეთებს და ის რასაც თქვენ ლაპარაკობთ კიდე ვიღაცა თუ არის ჩემთან პირადად არ მოდის და მე დარწმუნებული ვარ ამათანაც არ დადის შეიძლება თვითონვე კონდეს ვიღაცა იმ კატეგორიას სტუდია დაახლოებით რაღაცა ტექნიკა და გაკეთებდეს და ჩვენ გვიფუჭებთ საკას მომღერალია ხო საქართველოში სულ 10 მომღერალი 10% 10% ეს 10%-ის სამ სტუდიაზე ხო ვერ გაიყოფა ესე კი რატო ვერ გაიყოფა აშკარა რომ ბევრი ხალხი დადის და ამის მე არ მეგობრულ და ძალიან ბევრი ფიზიკურად ვერ მოასწრებ რა მე პირადად ვერ მოასწრებ რა ჩემთან ძირითადად იწერება ის რასაც მე ვამზადებ ხო ასე ვთქვათ სხვა სტუდიიდან ჩემთან არ მოათქვა ჩასაწერად ანუ გამზადებული პროდუქციით ხშირ შემთხვევაში დაჟე ყოფილა ჩემგან წასულა ხო მაგრამ კომპოზიცია ხომ მოაქვს უკვე გასაკეთებლად და შესაძლოა ხო მე ფიზიკურად ვერ შევძლებ 5 6 7 სიმღერაზე მე თვეში გავაკეთო და პრაქტიკულად თვის განმავლობაში ხდება იმ სიმღერების დამუშავება და არა ის რომ ყოველ დღე რაღაც ჩაწერა ხდებოდეს და ну ამ ხრივ ჩემი სტუდია ჯერ არ არის ისე რომ თქვა იყოს რამოდენიმე მოუნდეთ უბრალოდ იმის ჩაწერაც ამ ну შენთან და რაღაც არა მე ვიცი შენთან დაკავშირებით ანუ ჩემთან ცოტა სხვანაირი მუშაობაა ჩემთან უფრო ჩაკეტილი რაღაც კონკრეტულ პროექტებზე სიმღერებზე განსხვავებული ტიპის სტუდიებია ანუ თუ ხვდებით რომ არ არის ისე რომ ეს სტუდია ქვია და არიქა თელის მომღერლები მარტო ანაკ დადიან ჩვენთან სხვანაირად არის
ანუ გაქვს პრეტენზია რომ შენთან მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია. არა, პრეტენზიები არ მაქვს, იმიტომ რომ მე მაინც საქართველოში რაც იქნება უცხოეთთან შედარებით, ხო, მაღალი ხარისხის პროდუქციას ვერ დავხ, რადგან ისინი ყოველთვის ტექნოლოგიით წინ მიდიან და ჩვენ არასდროს არ გვაქვს საშუალება რომ ის ტექნოლოგია ჩვენ ხონდეთ ჯერ პირველი და მერე იმათ. ანუ ჩვენ ყოველთვის მიმბაძველები გამოვდივართ. ამასთანავე იყო ლაბარაკი მე მგონი კომპოზიტორებთან ანალოგიური შეკითხვა იყო და რაღაცნაირად ყოველთვის ვეწევით. სამწუხაროა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ იმ დონეზე საქართველოში. მიუხედავად იმისა, შეიძლება რაღაც ქართული, რაღაც ჩვენ სტილში უფრო ახალი რაღაც მივიღოთ და ჩვენ ასე ვთქვათ, მოგწონდეს, მაგრამ საერთო შორისო ბაზარზე ის არანაირად არ არის მოსაწონი. მე თვითონ ვკითხავ. დადიან, როგორ არ დადიან, როგორ არ დადიან, მაგრამ იცი რა, ესეც არ შეიძლება ხა. მე ჩვენ წეგანს ვაერად გავიგეთ ხოლმე შორის, რომ უსმენოები და უნტები არ. გასაგებია, უბრალოდ მომღერლები, რომლებიც არ არიან ის, რაც უნდა იყვნენ. თავისას მაინც უწოდებენ მომღერლებს. შეიძლება უტრირებული იყოს ცოტა ჩემი. კარგი, ესე იგი ჩვენ ვერ გავიგეთ უკაცრავად გაცემა. თქვენ თითოეულ მათგანს გაქვთ პრეტენზია, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ხარისხით და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებთან. არანაირად ერთ რამეს გეტყვით რა. მე დასაწყისშიც გითხარით, რომ არის სულ 7 სტუდია, ესე იგი პატარა ჰოლდინგი რო გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, 7 სტუდია. მე 7-ვეს ყოველ 3 წუთში და 3 დღეში ვერ გავაკონტროლებ, ხო, თავისთავად ხადია. ყველას აქვს თავისი ტექნიკა, დაწყებული თავისი არანჟირებები, თავისი კომპოზიტორებიც, ხო? რა თქმა უნდა დადიან ის, ვინც არ არის დაუშვათ იმ 10%-ში. ამიტომ რა არ ჩავწეროთ? ანუ თქვენ დაუნებურად მაინც გიწევთ დათური სამსახურის გაწევა. არ არის დათური სამსახური, ეს სამსახური, რომლითაც მე უნდა ვაარსებო. ის 19 ადამიანი, რომელიც ჩემთან არის ფირმაში. დენის ფული უნდა გადავიხადო, სახელმწიფოს უნდა გადაუხადო. მაგრამ ქართულ მსმენელს ამით რომ აყენებს. მე მოგიყვანეთ მაგალითად რომ არ მიიღო ისა რადიო ფორმატი. აი ეს არის, მე ვინ აკეთებს ამას? იცი რამდენი სიმღერა უდევს ხალხს, რომელმაც მიხვდა რომ არა, ამით საწავედო შეიძლება. აი ეს არის ისე რადიო და ისე ტელევიზია. უკაცრავად 7 სტუდიის მაგერად ერთი გააკეთეთ და დენის ფულსაც გადაიხდეთ და კარგი. შემოგვიყვება მე 7 სტუდია რომ გაკეთებული 7-ვეში ვიხდი დენის ფულსაც და აბსოლუტურად ყველაფერსაც. ეხლა გეტყვით 7 სტუდიაში ვინ მუშაობ თუ გაინტერესებთ რა. თუ თქვენი სურვილი არა აქვს მუშაობა რა. ლევან ლაზარეშვილი, ბორია შხიანი ეს სტუდიაში მუშაობს. დათო ფორჩხიძე თავისი ესე ვთქვათ ტექნიკური დირექტორით მეორე სტუდიაში მუშაობს. ზაზა ხუბუკელაშვილი თავისივე ტექნიკური აღჭურვილობით მესამე სტუდიაში მუშაობს. გიორგი ქოთადელაძე ეგრეთ წოდებული ერიკა, რომელიც მუშაობს ცოცხალზე, აბსოლუტურად ცოცხალ ჩაწერაზე, ეს არის დიდი სტუდია, სამჯერ ამხელა უკაცრავად პირველ სტერეოსთან. ესმით რა შესაძლოა. ყველას აქვს თავის დატვირთვა. იცი რა, იმ პატარა სტუდიაში არ იწერება ბარაბანი, არ იწერება რაღაცა ესეთი ინსტრუმენტი. იქ იწერება პირდაპირ, რაც არის გაკეთებული კომპიუტერზე. ანუ ხმისჩამწერი წერის სტუდია აკეთებს თავის საქმეს, აბსოლუტურად ყველა, რა თქმა უნდა, ვაკეთებ იმასაც შეიძლება არ მოგწონს, რა გავაკეთებ. და ესე იგი უკვე შემდეგ, როდესაც დამზადდება მუსიკალური პროდუქცია, უკვე რადიოებმა და ტელევიზიებმა უნდა იზრუნოს. თავისთავად ხადია. და თქვენ ხელებით დაგიბანიათ, რომ აბა, საერთოდ ჩამოვ ჩვენ საჭმელი. გასაგებია. კოტა, შენ არ გაგიციებას. რაღაც თქმა უნდა, კიდე შემეკითხე რაღაცა. ამოიხრა. მხოლოდ საუკეთესოს თქვი, შემდეგ მხოლოდ პროფესიონალებთან მუშაობ. ჩვენგან სტუდიაში ისმის მარტო 10 კაცი იმას. მეტი მასან საიდან ისმის ამას ყოველ. საიდან ხედავს. გადაიხდიან 5000 დოლარს, გაკეთება კლიპი, მე დავედა 10,000. კოტე, შენ როგორ ფიქრობ? თქვენ თუ გაინტერესებთ უნიჭო ადამიანები თუ მოდიან სტუდიაში, რა თქმა უნდა მოდიან და ძალიან მე არ მაინტერესებს ზუსტად ვიცი რომ მოდიან უნიჭოები და საერთოდ ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ ჯერჯერობით ხო? ნუ ისეთი რო ვთქვა რომ მართლა მომღერალი მოსულა ჩემთან სტუდიაში არა, მაგრამ აი რა მნიშვნელობა აქვს ამას? თორე პროდუქცია მივიღოთ ხო? და არ შეიძლება რასაც რადიო ფორტუნა აკეთებს, ის გააკეთონ სტუდიებმა და დავისვენოთ რადიოც და სტუდიას და ტელევიზიას. იმის სტუდია არ არის მასიური. სტუდია აკეთებს პროდუქციას და დევს და პროდუქციის პოპულარიზაციას აკეთებს რადიო და აკეთებს ტელევიზია. გეშეთ რა შეესაბამება? მაპატიეთ ესეთ ტონის. მაგრამ მე მინდა გითხრათ, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ამაზე, რომ მომღერალი არ მოდის ჩვენთან და რაღაცა, მე მინდა მოგასმენინოთ მაშინ რამოდენიმე ჩანაწერი, რომელიც არის გაკეთებული დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ სტუდიებში და ძალიან მაგარი პროდიუსერები მუშაობდნენ ჩანაწერებზე და ისეთი საშინელებაა იგივე soul ან რაღაცა, ნუ მოკლედ ფირმას რასაც ვეძახით, ეს საშინელება ხდება ხოლმე რა. ამიტომ ცოტა არაკორექტულია საერთოდ ამაზე ლაპარაკი, ამიტომაც ყოველთვის ვიძახი ბოლოში რომ თავარია რა პროდუქციას მივიღებთ. და ჩვენ არ ვარ შემფასებლები ამისი. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ეგ ჩვენი პირადი საქმეა.
ეგ არ არის საინტერესო არავისთვის. თავარია, ვინ რას უსმენს ბოლოში და მართალია ეს ადამიანი როცა იძახის, როცა ეს ტელევიზიის და რადიოს გასაკეთებელი საქმეა. თქვენ ხომ არ უშვებთ საშინელ პროდუქციას მართალია, არა? ჩვენ ხო ვიცით ახლა შეიძლება ვიგულისხმო, არა? აი ტაშკენტიდან რაღაცა და ეგეც ხო არ გავუშვებთ, არა? მაშინ უშუალოდ ჩანაწერის ხარისხზე ვისაუბროთ ახლა. შოუ ბიზნესი ეგრეთ წოდებული საერთოდ თუ არავის აღარ გამოიწვია. იცი რა თქვენ რა გონიათ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, აი რაღაცა ცუდი, რაღაცა კარგი, ხო? მაშინ მოდით გადავიდეთ უფრო მეტად ესე იგი დამაბნია თქვენმა კამათმა. უშუალოდ ჩანაწერის ხარისხზე და თავი დავანებოთ მოკლედ ამ თემას, რომელიც პრინციპში ამოვწურეთ და ყველა საზრი გასაგებია. ლალის აქვს შეკითხვა. ხო, მე ბატონ ზურაბთან მაქვს ერთი კითხვა. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მე როგორც მახსოვს თქვენი სტუდია დააყაჩაღეს. ამას შეეწირა ძალიან ძვირადღირებული აპარატურა და ამასთან ერთად სხვადასხვა მუსიკოსების თქვენს მიერ არანჟირებული არაერთი მასალა მუსიკალური. მე როგორც ვიცი, ეს იყო პერიოდი, როდესაც მარიკა თხელიძე და სოსო თოლორაია წერდნენ აი ქვეყანა აირია, ზუსტად ის პერიოდი იყო, საბედნიეროდ ეს სიმღერა გადარჩა. და კითხვა მთავარი, იცით რა შეასაქმე? ხმები იყო ასეთი, რომ მუსიკოსები თქვენ აგიჯანყდნენ იმის გამო, რომ თახა ჰქონდათ ბოლოს და ბოლოს გადახდილი ამაში, თუმცა ეს გარეგნულად არ გამოიხატა. მასალა დაიკარგა პრაქტიკულად თქვენს მიერ გაკეთებული. მე გავიჩალიჩი, ანუ ჩემი. არა. აგიჯანყდნენ მუსიკოსები თქვენ. რის გამო ცოტა კონკრეტულად ჩამოვაყალიბეთ. დაიკარგა მასალა და თანხა იყო გადახდილი ამაში. არა, იცით ეს ყველაფერი დაუბრუნდათ. მე მგონი ყველაფერი აღვადგინე რა თქმა უნდა. თითქმის 6 თვე მომდენე რომ აღმოჩინე ის მასალა. რომ დაახლოებით 15-16 სიმღერა იყო პრინციპში და თავის ჩაწერით რაც იყო გასაკეთებელი ჩაუწერეთ და აჯანყება და ეგეთი რაღაცები. არ უბრალოდ არ გამოიხატა. პრეტენზიაც არავის არ ქონია, სხვადასხვა პირიქით მოვიდნენ და თუ რაღაც თანხას შეეხებოდა რა თქმა უნდა დაუბრუნდებოდა და ერთი-ორს კიდევაც მივეცინე. არანაირი პრეტენზია ჩემთან, იმიტომ რომ ვინც დადის, იცით, წლების განმავლობაში დადიან და თითქმის მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ახალი თუ ვინმე იყო ერთ-ერთი მახსოვს წეროძე, მე მგონი აქ კლიპის ტრიალებ და სხვადასხვა ის იყო ერთადერთი, რომელიც თავიდან მოხდა არანჟირებაც, ჩაწერაც და რაღაც პერიოდში გაგრძელდა, რადგან პრაქტიკულად აპარატურა არ არსებობდა საიმისო, რადგან უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი. მაგრამ პრეტენზია ისეთი არავის არ ქონია. ჩვენი მამაკაცები როგორც ყოველთვის პასიურობენ, იქნებ საშას და რეზოს მოუწმენთ. მამაკაცები სურათ. თორე რეზო მე ისე მოკითხოს გადასცემს, ნათესავებს და დაამთავრებს გადაცემას. ყოველ გადაცემაში ერთ და იგივე სხვა არ გავუკეთებ. დღეს მაგალითად აღნიშნავ ხატია შემოგიას ესე იგი საყურეებს, რომლებიც უფრო კარგად ჩანს. ვიდრე დამენახე რა. მოგესალმებით ყველას, რეზო კაკულია ფორტუნა პლუსი. ხა მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდის საუბარი, რომ მოდიან ეს უნიჭოები მოდიან, არც თუ ისე უნიჭოები მოდიან. ვთქვათ პროფესიონალები და ვარსკვლავები მოდიან. მე მაინტერესებს თქვენ თვითონ თუ მიდიხართ ხოლმე, ანუ თქვენ თვითონ თუ ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ თქვენ და კი მოდიან სტუდიაში ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ თუ გაგჩენიათ ამის სურვილი, მადლობთ, რომ აი თქვენ თვითონ დაკავშირებოდეთ რომელიმე მომღერალს და თქვენ თვითონ შეგეთავაზებინოთ, რომ აი მოდი ჩემ სტუდიაში ჩავწეროთ სიმღერა. იგივე თქვა თუ მოგწონთ ან მოწონების მხრივ, ან უბრალოდ თქვა აი თქვენ თვითონ სურვილი რომ საკუთარი სტუდიის რეკლამის გაწევის მიზნით. ხო, თუნდაც რომ ვითანამშრომლო პროფესიონალთან და პოპულარულ ადამიანთან. თქვენგან თუ ყოფილა კონტაქტი აი ესეთი. სარეკლამო აგენტობას თუ წერთ. არანაირად არ წერთ, მე თუ მომწონს ვინმე, ვისაც აღმოვაჩენ, ან სადმე იმღერებს, ან შეიძლება კეიფში იმღერებს, მაშინ ვეუბნებით და მე თვითონ მივიდივარ და მოდი შენ შეგიძლია რაღაც გაკეთებ. აი თუნდაც ნიკოლ შოუს მაგალითი რა. მე ვიცოდი რომ რაღაცას აკეთებ და გია. და მე თვითონ შევთავაზე გია, მოდი, ჩავწეროთ, ჩემთან თავიდან ბოლომდე გავაკეთოთ. და მეგონი გამოვიდა კარგი. ზურა. თქვენ როგორ ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით? არანაირად ფულის გადახდეს და იმის გარეშე. არანაირად არ ცდილობთ ხალხის მოზიდვას თქვენი სტუდიისკენ. რომ იყოს საშუალება იმისი, რომ თანხები, ვთქვათ, ვინმე საყვანის პოპულარობის გაკეთების, ანუ ვარსკვლავის არის, რა თქმა უნდა, კონტინგენტი, რომ მოვიწოდით და ავიყვანდით. იმდენად არ არის საშუალება საიმისო, რომ ავიყვანოთ, რადგან ეს კლიპიდან დაწყებული, მისი ტრიალი დამთავრებული, საკმაოდ დიდ თანხაზე არის და შენ შემთხვევაში ხო იყო ეს პრეცედენტი, როცა აიყვანა ენსი ჯერ კიდევ. ავიყვანე ისიც და გაკრას აი ჩვენი პირადად მე რაც გადახდა დაყაჩაღების შემდეგ გამოუცხადე უარი, რადგან ფიზიკურად აღარ გამოდიოდა ჩემ მხრიდან, იმიტომ რომ მე ყველაფერი თავიდან მქონდა დასაწყები, ანუ აპარატურაც იცის და მათთვის კიდე რეპერტუარი მეკეთებინა, რას ხუთკა მეკეთებინა, არანაირად არ გამოდიოდა.
ამ ხრივ მოხდა ჩვენი დაშორება პრინციპში. სამ შემთხვევაში ხო იყო ია ჩანტლაძესთან ხო ქონდათ პროექტი ერთობლივ. კი, გვაყიდებას და ვამთავრებთ ჩანტლაძესთან ვამთავრებთ ახლა თითქმის ბოლო სიმღერა იწერება ახლა მამუჩარის სიმღერას წერენ და ალბომი გამოვა. გუშინ გამოვიდა პეკეს ახალი ალბომი თავისი სიმღერებით. ესე რომ ჩვენ უფრო პრინციპში სანო სტუდიო უფრო არის საპროდიუსერო მიმართულებით, ვიდრე იმაზე დამოკიდებული რა ივენმეს წავიდეს ახლა მოიყვანოს იქიდან მე ჩაწერე გადაიხადე ფული არ ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას რა. კოტა შენ არ ქონია ესეთი შემთხვევა აღენიშნა ერთი NC-სთან ია ჩანტლაძესთან შენ ხო არ მოგიკიდია ვინმესთვის ხელი ვთქვათ მომღერლისთვის და ესეთი საქველმოქმედო კი ყოფილა შემთხვევა აუცილებელია რომ ზუსტად ვიცოდეთ სასურველია სასურველია მაშინ კარგით თუმცა უკაცრავად და ბოდეს გიხდი რა დავამთავრებ ვეღარ დავამთავრებ როცა ჩამოვედით ჩვენ და გავხსენით სტუდია ესე ვთქვათ თბილისში მაშინ მე აბსოლუტურად სულ ყველა მომღერალთან დღეს ვისაც მართლა მომღერალი ქვია და ვისაც არ ქვია მომღერალი სულ ყველასთან ვიყავი და სულ ყველას უთხარი ეგეთი რაღაც რომ აი გაიხსნა სტუდია მოვძანდეთ მე ორ სიმღერას სულ ყველა ჩუქნით ეს პატარა სარეკლამო მომენტი იყო ამას სარეკლამოც არის და კარგი საქმეც არის ესე იგი, სანამ მომდევნო შეკითხვაზე გადავიდოდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა სტანდარტებს ექვემდებარება ხმისჩამწერი სტუდიები, რა ვითარებაში უნდა ჩაიწეროს ხმა, რომ საბოლოოდ მივიღოთ საუკეთესო შედეგი და საერთოდ არსებობს თუ არა საქართველოში ასეთი სტუდიები, ასე რომ ახლა ჩვენი მორიგი სიუჟეტის დრო დგა. ხმისჩამწერი სტუდია, ანუ ადგილი, სადაც სიმღერა ფონოგრამის სახეს იღებს და მსმენელს უკვე მზა პროდუქციის სახით მიეწოდება, თავის მხრივ ზუსტად გათვლილ ინტერიერს მოითხოვს. კომფორტი აქ არაფერ შუაშია. ინტერიერს ის აუცილებელი კანონები განსაზღვრავს, რომლის გარეშეც ხმას არანაირად არ ექნება პროფესიონალური ჩანაწერის ჟღერადობა. თავის დროს, ანუ გასულ საუკუნეში სპეციალისტებმა სპეციალურად შეემუშავეს სტანდარტები, რომელთა მიხედვით აშენდა და მოეწყო სტუდიები. ვოკალის და ინსტრუმენტების ჩაწერის დროს ხარისხიანი ხმის მისაღებად დაწესდა სამუშაო ოთახების სიდიდის ნორმებიც კი. მაგალითად, საოპერატორო არ შეიძლება იყოს 40 კვადრატულ მეტრზე პატარა, ხოლო მისი სიმაღლე 3.5 მეტრს უნდა აღწევდეს. ადგილი, სადაც ვოკალი იწერება, განსაკუთრებული ნორმების დაცვას ითხოვს. მისი სიდიდე 10 კვადრატული მეტრიდან იწყება, ოღონდ ხმის იზოლაციის სრული გათვალისწინებით. სიგრძე, სიგანის და სიმაღლის თავისი ნორმები გააჩნია სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩასაწერს საგუნდო და სიმფონიურ სტუდიებსაც. კიდევ ერთი დეტალი, ჩამწერი სტუდია აუცილებლად კვადრატულ და არა მაგალითად მართკუთხედის ფორმას საჭიროებს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიის მოპირკეთების წესებია. არსებობს სპეციალური საფარველი, რომელიც წყვეტს აკუსტიკის, რევერბერაციის დონის და სხვადასხვა სახის ხარვეზების პრობლემას. ქართული სტუდიების უმრავლესობა ამ პრობლემებს ასე მარტივად აგვარებს. მაგალითად, კედლებზე ხალიჩის ნაჭრების და ჩვეულებრივი კვერცხების შესანახი ყუთების შეწებებით. სტუდიისთვის აუცილებელ ეგრეთ წოდებულ ფენოვან კედლებზე და ხმის ჩამხშობ სპეციალურ სამკუთხოვან მასალაზე საუბარი ზედმეტია. მთელი ეს მსუყე ჩამონათვალი სულაც არ არის პრეტენზიული მოთხოვნა. ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც სტუდიებს პროფესიონალურ სამუშაო ადგილებად აყალიბებს და შესაბამისად პროფესიონალურ ჩანაწერსაც განაპირობებს. სამწუხაროდ და არასაბედნიეროდ, არც ერთი თანამედროვე ქართული ხმისჩამწერი სტუდია არ, უბრალოდ ვერ იცავს ამ ნორმებს. ხოლო ერთადერთი ადგილი, სტუდია მელოდია, სადაც არა მარტო საქართველოში, არამედ წარსულში მთელ კავშირში სრული სტანდარტების მიხედვით ხდებოდა მუშაობა, დღეს აღარ ფუნქციონირებს. თვითონ შენობა, აი რასაც ქვია სტუდია, არის უნიკალური, დღესაც და მსგავსი არ არის საქართველოში. ეს არის სტანდარტებით აშენებული იმ დროს და ეს იყო მართლა არ არის, არც მოსკოვში, სადაც მე ვყოფილ ვარ ახლა და დავდიოდი მივლინებებში, მე მსგავსი სტუდია არც ერთ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში არ მინახია. მელოდიის ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილი პატარა სტუდია, სიდიდით 300 კვადრატულ მეტრამდე, ძალიან იშვიათად თუ გამოიყენება სხვადასხვა ხალხური კოლექტივების ჩასაწერად. 1000 კვადრატული მეტრის ზომის დიდი სტუდია კი სავსებით არაშემოქმედებით ფუნქციას ასრულებს. მას საწყობად იყენებენ. აკუსტიკა აქ არის არაჩვეულებრივი დღესაც. ერთადერთი ჩვენ ეხა დღესდღეობით რაც არა გვაქვს, ეს არის აპარატურა. მელოდიის უნიკალური სტუდია, ერთ-ერთი ნაწილი უზარმაზარი კომპლექსისა, თანამედროვე შოუ ბიზნესის რეალობაში სამუზეუმო ექსპონატის როლსაც აღარ ასრულებს.
დადგა დრო იმისა, რომ უშუალოდ ტექნიკურ პრობლემებზე გადავიდეთ და განვიხილოთ უკვე ჩანაწერის ხარისხი მაგალითად. თუ კი ვინმეს აქვს ასეთი შეკითხვა, შეგიძლიათ დაიწყოთ. საშა მე მგონი ჯერჯერობით. ხო, მე ხა დღევანდელ საღამოს რეზოს ფუნქციას ვასრულებ, ყველაზე ბოლოში შემორჩი. მე როგორც მივხვდი, ასე თუ ისე კოტეს საყვარელი ფრაზა არის прос рождает предложение, რომელიც არ გამოთქვა, მაგრამ მიახლოებით სიტყვაზე მივიდა მიდიამდე. სამომშვიდობისას ყველას. მოგესალმებით. საშა კაცმანი, რადიო პროდიუსერი. უპირველეს ყოვლისა მე ვიტყვი ზოგადად ჩემ აზრს, რაც არ ითქვა დღეს საღამოს. სანოს საინტერესო ისტორია მოუვიდა, აშკარად ეთყობა გარეგნულათა ჩარვალზეც, რომ გერმანიაში ნამყოფია. გავლილია ესა. აშკარად ეთყობა, რომ თავისი კომპანია ჩამოაყალიბა პარტნიორობით და დიდი ხელშეწყობით, იმიტომ რომ სტუდია არ გახსნა სანამ გახსნა record label. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზაცია, რომელიც ფლობს სტუდიებს და უკვეთავს, ანუ ლეიბლი უკვეთავს თავისივე სტუდიებს პროდუქციას და შემდგომ არა იმიტომაც ჩამოვარდა საუბარი იყო პროდიუსირებაზე. მე მინდა ესეთი კითხვა დავსვა. როგორი აზრის ხაი კოტესთან განსაკუთრებით რა, კოტეს ნამუშევარში მე ხშირად ვატყობ და მესმის ლუპები, კარგი სიმღერების, მე მესმის რაღაცა მომენტები, არანჟის მხრიდანაც მესმის, მე მესმის რომ საერთოდ ზოგადად მუსიკა, ხო? გლობალურ პლაგიატ, ეს გლობალური პროცესია ეს პლაგიატი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მოდის რაღაცას გამოიგონებენ კარგს და მიყვებას ყველა ამ გზას. სულაშეს კოტე მე არ გეთანხმები იმაში რომ მადონა, მოდი თქვათ, შენი სარდაფი ნუ შეადარე ახმადზაის და ორბიტალის სარდაფს, კარგი? იმიტომ რომ ახმადზაიმ გააკეთა ალბომი Ray of Light და მადონამ გადაიხადა ამაში ძალიან დიდი ფული იმისათვის რომ ახმადზაი დაეჯინა და ეს ალბომი დაეწერა და ორბიტალი უკეთებდა მას ორანჟირებას და სინგლების რემიქსებიც არის ორბიტალის გაკეთებული ამ ალბომის, ამიტომ მოდი ნუ შევადარებთ ამ ორ სარდაფს, კარგი? ხო და მე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ აი მე თქვენი აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, პირველი რამდენად თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმისა, რომ თქვენ 90%-ს უწყობთ ხელს? მოდით ესე ვიტყვი. 90%-ს, რომელიც ჩვენ 10%-ზე კარგად ვისაუბრეთ. 90%-ს თქვენ უწყობთ ხელს, ეს პირველი და მეორე, რომ ასე თუ ისე თქვენი პროდუქცია ბევრ რაღაცაში სიტყვაზე არის კალკა, კარგი სხვა პროდუქციის, ესე ვიტყვი. აი მე მაინტერესებს თქვენი აზრი. სერიოზულ თემაზე გადავედით უკვე, დავიწყოთ ზურას. ძალიან კარგი. მე უნდა გავცეთ თუ კოტე თუ აი ზურასგან დავიწყოთ და რეკრუტობით მოვყოთ. გერმანული შარვალიგები უფროსი ხარ, დაიწყე. კარგი, დავიწყე. დიდი სიამოვნებით. იცი რა არის ჩემო საშარო, აი რამე თუ ჩვენ პროდუქციებს ვქნით და მერმის უშვებთ ამას. ჩვენ გვაქვს თუ არა პრეტენზია თუ როგორ შეიძლება შეადარო იქიდან წამოსულ პრეტენზიას. არა, შენ კარგი გზა ირჩიე სხვათა შორის, შენ ფოლკლორს მოკიდე ხელი, კარგად გააყიდე. მე მივხვდი რომ ფოლკლორი ფლად თავს ვერ ირჩენ და გახსენი სტუდიები მერე და მარე მოდი ესეც წამოიწიაო და რატო დავკარგო, ხო? და ზუსტად გაეცი შენ პასუხი შემდეგ ითხრა და მე რა უნდა ვთქვა მეტი. ზუსტად ეგრეა, იმიტომ მე თვითონ პიროვნება ესეთი პიროვნება რომ არ შემილია ხალხურის გარეშე. თვითონ რა ვიცი ჩემ მოღვაწეობა იმ გერმანიაში თუნდაც იყო წამოსული აქედან, რომელმაც ცოტა ისეთი რაღაც ფიუჟენი მივეცი. ანუ სანამ კარგი გამოსავალი ნახა. ხო, სანამ აი არის ესეთი მუსიკოსები სოფლიოში, როგორც არის პიტერ გებრიელი, როგორც არის ბუდაბარის და იმის ასნავაწილი კლოდ შალია, რომელიც ძალიან სინთეზს იყენებენ ამ ხალხური მუსიკის, ძალიან მოსწონთ ფოლკლორი, შენ იცი ალბათ თქვენ იცით რომ პიტერ გებრიელიას თუ ისე ძალიან ექსპერიმენტულ ალბომებს უშვებს, აი რატო არ გიცდია დაკავშირება, ისინი თვითონ დაინტერესებულები არიან ამაში. აი ამ თანამშრომლობაში. ნიცი რა ხა არ მიცდიაო რომ თქვა ეგრე არ შეიძლება აი ხა ცხრაწეული საუბარში ჩამეტყობა თორე მე ჩამიწერია ისეთ მუსიკოსებთან რომლებიც აი ბარეორს მარტო ტელევიზორში ყავს ნანახი ესე ვთქვათ რა მაგრამ მე არ მეყვარს ჩემ თავზე საუბარი რა იგივე ჩაკახანთან თუნდაც ერთი რომლის მთელი ამ დისკის პროდიუსერი გახდა თვითონ პრინცი ჩაწერა იყო ლონდონში როიალ სტუდიო არსებობს ესეთი კერძო სტუდია ჩამიწერია პიტერ მაფაი არის ეგეთი გერმანელი კომპოზიტორი
და ძალიან უამრავ თითქმის ინდოელებთან ძალიან ბევრთან ძალიან ბევრი ესეთ მუსიკასთან ჩემი დოლიც გამომიყენები და რა თქმა უნდა და იმასაც ვიტყვი რომ ჩაკახანს ნამღერი აქვს მივალ გურიაში მაგრამ კი და სუმალი ალბათ გამოვა იმიტომ რომ ბოლოს იყო ორკესტრის არანჟირებას აკეთებდნენ ლონდონში და სადაც არის ალბათ გამოვა იმიტომ რომ ეგრე არ არის ჯერ ერთი ადვილი არ არის დაუკავშირდე შენ პიტერ გაბრიელს იმიტომ რომ პიტერ გაბრიელს კი რა მამოგაღლონს ვეღარ ნახულობ რომ სამჭირდება ესე დაკავებულია და ამიტომ ეგრე ადვილი არ არის როგორც ცელობა არის რა თქმა უნდა არის მეც ახლა ძალიან კარგად იცით ალბათ ნახევარზე მეტმა თქვენთაგანმა რომ ძალიან ბევრი კონტაქტი ეს იცი რატო არის ღლონტი ერთია და პიტერ გაბრიელს 14 აგენტი ყავს ვენესუელას სულში იმ ღლონტსაც იმიტომ თავის საქმეს აკეთებს როგორც იცის ისე მე მეჩვენება რომ თემას გავცდით ეს არა არ გავცდით არა იცი რა მე ძალიან ბევრი მცდელობა მომდა ეხლაც აი გავაკეთე მე ჩვენი საკუთარი პროექტი ლევან ჩხარტიშვილი იყო ამ მუსიკალური პროექტის მუსიკალური პროდიუსერი ესე ვთქვათ რა თქმა უნდა ჩვენი სტუდიაში მოხდა აბსოლუტურად დამზადება საცეკვავი პროექტია როგორც დავუშვათ ერისიონი ესეთ იყო ბავშვებზე გადატანილი მაგალითად არის ეგეთი ავსტრიის ფირმა Rock and More რომელიც არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ საპროდიუსერო ცენტრი კონცერტების მიმართულებით კალკაზე რა სიტყვი უამრავია მაგრამ მე ხალხურში კალკას ვერ გამოვიყენებ ერთად არა მოდი შევეშლოთ ხალხურს ხალხურში ვერ გაიქცევ ვიცი რა ეს არ არის დასაძრახი აი თუნდაც იქეთა მუსიკა ავიღოთ რა იგივე Britney Spears მე ვერ ვიძახი მაგაც ახილებს იმიტომ რომ აღარ ვისმენ ხოლმე იგივე რაღაც ვიღაცა კიდე რა როგორც გინდა ეს არის გამოშვებული ესე იგი მიცემული აქვს ნება იმან უკეთ აფული აიღო იმ ლუპების გაკეთებაში და ყიდის ჩვენ მეც მე უფრო ნაკლებად ალბათ რა სულ ყველა დანარჩენი ვიყენებთ ამას ეს შეიძლება ამის გამოყენება ანუ პრინციპში გაგირება დასაშვებია თავისთავად ცხადია თუ უხდება იმას რასაც აკეთებ გამოიყენე დალოცილო მე მაგალითად ჩემი სემპლები მაქვს გაკეთებული დოლის უდოსი გაიხონის მე თუ ვინმეს უნდა ისულით მივყიდი არ არის პრობლემა აი თუ შეიძლება არ არის პრობლემა არ არის რომ აი რაღაცა გაკეთებული იმან გააკეთე ესე არის შეიძლება მაგრამ ეხლა იმდენი ლუპები არის ეხლა ჩვენ და გამოგონებ მე არ შემიძლია თქვა არც ეზე არც მეორეზე ესენი ორი უნიჭიერესი მუსიკალური პროდიუსერები არიან რომელი მელესტადაში ხო და რატო ვიძახი რომ დანარჩენები მაგალითად სხვა იგივე სხვა ბიჭები რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან არ შეიძლება ესე თქვა ის ლუპი გამოშვებულია იმიტომ რომ იხმარო თუ უხდება იმას ვისაც აკეთებ კეთილინები და გამვიყენე კარგად მაგრამ სწორედ რომ გაიგორო საუბარი მიდის იმაზე რომ პროდუქცია რომელზედაც თქვენ ქმნით ეს არის იმ ფუნდამენტი იმ შოუ ბიზნეს ვისაც მიაჩნია არის შოუ ბიზნესი თუ არა ალბათ არის ხო ეს არის რომლის გარშემოდაც ხდება ყველაფერი და კლიპების გადაღება ტელევიზიის არსებობა რადიოს არსებობა გაშვება ასე შემდეგ მაგრამ ფულზე ამისი არის პროდუქცია ხო სიმღერაზე მიდის საფეხური მომღერალი ხო საფეხური სიმღერაზე მიდის ამის გარშემო ხდება მეორე ტრიალი ხო იმაში ვილაპარაკოთ იმაზე რომ აქ არ გააჩნია არავის იდეა შესაბამისი რომ ვთქვათ იგივე მადონასნაირი საინტერესო პროდუქცია გამოუშვა და მაგითომაც როცა მე არ მიგრძვალება ლუპსაც გამოვიყენებ და სხვის იდეას მოდი სხვანაირად კაი მაგის სხვანაირად მომღერლებს რომ გადავეკიდეთ მოდით ისიც ვთქვათ რომ საქართველოში საავტორო მუსიკა არ არსებობს რომ ორი ადამიანი იმსახურება 1000 მომღერალს კი მაგრამ ეს ხალხის ბრალი ხო არ არის ახლა ვლაპარაკობ სუფთა პროფესიონალურად. რა შუაში ახლა ხალხი? ხო, ну, конечно, все эти страдают люди, Мы затронули профессиональную тему, я отвечаю как профи. Სხვაელებსაც შევეხეთ და რა მაინტერესებს, სწორედ ამ ლუპის დამსახურება ხო არ არის ის, რომ მე ყველაფერი ერთმანეთს გავს. რა თქმა უნდა, ამის ბრალი არის ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ კონვეიერის სისტემაა აწყობილი, ხო, შევეთანხმები. ერთი დიდი არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა შეიქმნას, ახალი ხმა გამოჩნდა, ახალი ჟღერადობა არის კონვეიერი, ბეჭდავს ამ კონვეიერს, ხო? თქვენ ბეჭდავთ პროდუქციას, კლიპმეიკერები ბეჭდავენ კლიპებს, ტელევიზია ბეჭდავს ათეულებს და საბოლოოდ ვინ განიცდის ამას ყველაფერს? სმენელი, ხო? ის ჩლუნგდება, იმას აღარც გემოვნება. მოდი ადგილები გავცვალოთ. ძალიან მარტივად შეიძლება ესე თქვას, ვინ ჩახედული არ არის ამ საქმიანობაში თირფესიანად, მე ასე ვიტყოდი, რადგან ხა ლუპი ახსენეთ და პრაქტიკულად ეხლა გააჩნია შუბლის ძაღლს როგორ გაიწვიტაო და ვისთვის გაიწვიტა ხა ლუპი სიტუაციაზე. ბევრმა არის ის ეხლა საზოგადოებაში. ვიცით რა არის, აი ესეთი თხოვნა იყო, იქნება ახსნათ ლუპი რა არის, ჩვენ ვიცით. ჯობია ახსნათ ლუპი რა არის. და იმიტომ რომ ლუპი შეიძლება დაიშალოს მე როგორც ვიცი სიტუაცია და ლუპის გამოყენება შეიძლება სწორედ თქვა და არა ისე როგორც მოდი მაყურებისთვის ჯერ ახსნათ და იქნებ შენ დამეხმარო ჯერ ახსნათ ლუპები არ მეხება ზურა უკაცრავად რომ გაწყვეტინებ დიდი ბოდიში ხალხს არ ვაკეთებ ყოველდღე ზურა მაპატია რომ გაწყვეტინებ კოტა იქნებ შენ დამეხმარო ამ შემთხვევაში ახლოსი ხარ ჩემთან ახსნათ მაყურებლისთვის რას ნიშნავს ტერმინი ლუპი და როგორ ხდება მისი გამოყენება მოკლედ ლუპი არის ნებისმიერი
მზა, აწყობილი, ეს იქნება უდარნიკი, თუ ბას-გიტარა, თუ გიტარა, თუ პიანო, არ აქვს მნიშვნელობა, მზა, აწყობილი მუსიკალური მონაკვეთი, რომელიც შეგიძლია ჩასვა სიმღერაში და გამოიყენო გადამრავლების მეშვეობით. DJ-ები ხმარობენ ბოლოს. DJ-ები ხმარობენ ყველაზე ხშირად. მაგ ლუპებს და პრაქტიკულად თითქმის სოფლიო. თითით კი არა თითოეულ ხმას. DJ-ები ხმარობენ რელუპის სისტემას და არა ლუპის. ეხლა რელუპი რა თუ საუბრობ სწორედ ტერმინი, მოდი სწორედ ვისაუბროთ. საშა, რელუპი აგვიხსენი მაშინ გასა. მაშინ ეხლა შენ მართლაც აგვიხსენი. არა, რელუპი ზუსტად DJ-ების სისტემა არის, რომელიც ჭედავს ერთ გარკვეულ ლუპს, აი ზუსტად შენ თქვენ ამრავლებთ, ხო? ის სისტემა თვითონ ნუ რა მნიშვნელობაა შედეგიანთან. უბრალოდ ტერმინი არის უფრო სწორი, DJ-ები ამას ხმარობენ. კარგი, დაუბრუნდეთ. მე აი შენ სწორედ წამოიწყე ზუსტად, ხო? ანუ შენ საუბრობ იმაზე, რომ არ არის ამ ხელა მოთხოვნილება, ხო? შენ ხო საუბრობ. მოდი მაშინ დავამთავრე, ხო? იმას დაამთავრე კოტე, მე გაცნობა. შეხედეთ რა ხდება, თქვათ ევროპაში და ამერიკაში. ნუ ახლა მასობრივ იმას Britney Spears სულ მუსიკას არ გულისხმობ. ახლა ავიღოთ Alanis Morissette, Sting, ვიღაცა იგივე Peter Gabriel. თითოეული ადამიანი არის ისტორია. თავისას ყვება რაღაცას. ნიჭიერია და ქმნის მუსიკას შესაბამისას და აქ რა ხდება ესე იგი მივა ადამიანი კომპოზიტორთან დააწერინებს მუსიკას რაღაცას და ლა მერე მივა პოეტთან და დააწერინებენ ტექსტს და სინამდვილეში ეს ორი ადამიანი კი აღარ ყვება უკვე ისტორიას უკვე 700-ჯერ აქ მოყოლებული და ჩვენთვის ეგ საინტერესო აღარ არის და უბრალოდ მოისმინეთ ხშირად მოდის ერთი და იგივე ისტორია, ხო? ესე ვთქვა. სულ ერთი და იგივეა, ხალხო, შეხედეთ რა ხდება. მიყვარხარ სულ მუდამ მე. მიყვარხარ და ნისლში გაფანთული ფიქრები და ვაუ. და წვიმა აუცილებლად. კარგით რა. საავტორო მუსიკა სანამ არ იქნება, ხო? აი ამ ბაზარზე. არაფერი საინტერესო არც მოხდება და არასდროს არ იქნება, იცით რატო? იმიტომ რომ მთელი საავტორო მუსიკა რაც აქამდე არსებობდა, უკვე შეიქმნა და მართალია დათო ფორშკიძე, რომელიც იძახის, რომ ჩვენი ქალაქურები არის ყველაზე დიდი მიღწევა აი ამ ქვეყნის საავტორო მუსიკის დარგში. მაგასთან დაკავშირებით ერთ რეპლიკას ვისვრი, არ დაგეთახმები, იმიტომ რომ რუსეთშიც რუსული საავტორო მუსიკაც არის ორიგინალური შანსონიდან მოდის ფრანგულიდან, მაგრამ დაიწყეს ბოლოტო გურჯავადან და დაამთავრეს დედეტეთი. აქედან გამომდინარე შეიძლება რომ ჩვენი საავტორო მუსიკაც ისევე განვითარდეს როგორც მე ვოცნებობ რომ აქედან ვინმე ისეთი კიდე წამოვიდეს ისეთი რომ რუსეთშიც იყოს ისეთი სახელი და მსოფლიოშიც თქვენ სულ ხო ეთანხმებით რომ საქართველოში დღეს პეც это модно. О, მე როგორ? Не модно. Это престижно. Да, престижно. Даже не модно, даже больше, чем модно. Оно престижно. Ну и что, есть еще пара-тройка стран, где это престижно, модно, и где люди от этого... Амаши халхи ихтис пулс. Для того, чтобы быть, ану ихос им сивцеши, სადაც არის პრესტიჟული რო იყო, ხო? პრესტიჟი ანუ მუსიკალური თვითონ მანქანა, მუსიკა, კარგი სახლი, ყველაფერი ღირს ფული. ანუ მუსიკა ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვა მუსიკა ან სიმღერა მუსიკას თავი გავანებოთ სიმღერა ის რო გამოდიხარ ის რო ხო არა მუსიკა ძალიან გლობალურია სიმღერა შენ შეგიძლია შენ მღერი ხარ ანუ ეს არის პრესტიჟური შენ ხარ რაღაც ტუსოვკის მონაწილე ტუსოვკა გახდა ძალიან სვეცკი გახდა ძალიან ну აბარა ტუსოვკა ყოველთვის გასაგებია მაგრამ ტუს არა народу нужно это მე ამას არ გულისხმობ Извините меня если можно говорить на родном языке ხო ბატონო კარგია კაი რეპლიკა იყო ჩემ არა მე უბრალოდ კოტესთან ის არა გამოდის შენ ხო იცი დენგლიში რა არის ხო ანუ გერმანელები საშას როგორ უყვარს ეს უცხო ტერმინების გამოყენება მე უბრალოდ მინდა კოტესთან შენ რამდენად მონაწილეობ შენ რამდენად მისწრაფ იმისათვის რომ რაღაცა შენი შექმნა აი ეს კითხვა მაქვს და მეც აღარ აქვს ჩემი საკუთარი შექმნა აი შენი საკუთარი შექმნა შენ ხო ისაუბრე ყველაზე თქვი შენზე რამდენად შეცდიო რამდენად შენ მუშაობ იმაზე რომ შექმნა შენი მაშინ იცი არის არსებობს კატეგორია ადამიანების ვისშიც მე ვთვლი საჭიროთ რომ ჩავდო ჩემი იდეები და ჩემი საკუთარი გამოცდილება რჩეულები არის ა რა თქმა უნდა ყველას ხო ყავს თავისი რჩეულები მაგალითად ბოლოს ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მე მართლა მსიამოვნებს ესეთი პროდიუსერული როგორც მუსიკალური პროდიუსერი ხო აი ესეთი მუშაობა ეს არის ზაზა ხუციშვილი ვაკის პარკი ჩვენ ახლა მუშაობთ კიდე ახალ ალბომზე და ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი ჩემთვის პირადად როგორ გეტყობა რა რა მეტყობა როკ ჯგუფში რო უკრავდი. არის კიდე ლუკას გვაქვს კიდევ ცოტა დრო, ამიტომ აი იცი რა, მე უბრალოდ ბოლო შეკითხვებს ვამს უკვე. უწურეთ თემა და უბრალოდ რაღაცა
პატარა რაღაცა გამოვჭა, რაც პრინციპში საშას თემას აგრძელებს, ეს არის აი გადაჭარბება ამ კომპიუტერის გამოყენების და კომპიუტერიზაცია საყოველთაოდ. ანუ ჩვენი მაყურებელი ახლა თუ ვიყურებდა, ხო და გვისმენდა, უკვე მიხვდებოდა, რომ იყიდება კომპაქტ დისკებზე, მაღაზიებში აი ეს მზა მონაკვეთები, სემპლები და ლუპები, რომელიც თუ 7 ლარა. ხო, ნუ არ აქვს, რომ ეს ვამარტივებ, ახლა რომ ყველასთვის გასაგები ის, რომელიც ძალიან უხეშად საუბრობ, ხო, რომელსაც რო დაждები კომპიუტერთან, კომპიუტერული პროგრამაა და მელოდიას, ესე ვთქვათ, ჩაამატებ იქ და გექნება იქა დასარტყამი ინსტრუმენტების, ბას-გიტარაც გექნება და ასე შემდეგ. ხელოვნურად ქნია ამას, ყველაფერზე კომპიუტერი. ყველაფერს ამას კომპიუტერზე, ხო? და პლუს გარდა ამისა, ხმასაც იმ ხელ კომპიუტერიზაციას და იმ ხელ იმას გაიგებს. რედაქტორების საშუალება კარგი კომპიუტერი. ბოლოს გამოდის რაღაც ისეთი ხელოვნური პროდუქტი, რომ მომღერლის ხმა აღარ ისმის, ანუ ცოცხალი ხმა აღარ ისმის. არის სულ ეს ჰანგები, რომელიც ჩვენ უკვე გაგვიგია სხვის სიმღერებში და აი თქვენ რამდენად თვლით რომ ხო არა ეს ჭარბი გამოყენება ამ კომპიუტერული პროგრამების მავნე და ცუდი ანუ რამდენად ხშირად იყენებთ თქვენ სტუდიაში ცოცხალი ინსტრუმენტი ისევ ემოციურ საწყისზე ლაპარაკობ და არა კონკრეტულ ხარისხზე რა ეს სიმღერა არ არის არაფრის მომტანი და მაგიტომაც არის რამდენად ხშირად იყენებთ ამიტომ კომპიუტერით მაინც ცოცხალი ინსტრუმენტს ხო აი ეს ყოველთვის სანო და ყველაზე ცოტას აი ჩემზე ამ აღარ შეიძლება საზღარო ადამიანა მე რატომ სალამური და დამთავრებული კი რა თქმა უნდა პლაგიატიც არსებობს და ყველაფერი ერთი სტუდია მაქვს სადაც მხოლოდ ცოცხლად იწერება კონკრეტულად ჩემი ნამუშევრები შეგიძლიათ მოისმინოთ და ეს დასკვნა მე გააკეთოთ მაშინ რაღაც ხელოვნურია თუ არა და მოდი ტექნიკურ საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა არა მე მართლა შემოქმედებითაც მუშაობ ვზივარ ძალიან დიდი დრო უნდები ჩემ საქმიანობას და უბრალოდ ძალიან ის არის აი ცუდი რომ ვიღაცას შეიძლება წარმოდგენა შექმნას გეგონება ლუპებით შეიძლება ეს გაკეთდეს კოტია სხვადასხვის მოწმეს საიმისო იმიტომ ბევრჯერ მოხდა რა ჩემი ნამუშევარი მის სტუდიაში და ანუ პაკანალურო დავარქოთ ასე გაუშიფრია კაც და უთქვია რომ თქვა მოსაწვევი ყოფილა ნორმალდით სუფთ რაღაც პროფესიონალურ არა მე რას გეუბნები ვიცი რომ შენ შეგიძლია დასკვნა გააკეთო იმისი როგორი დონით არის ნამუშევარი ლუპზე არის გაკეთებული თუ არა და ანუ შენ შეგიძლია ჩემს არა ეგ არ არის სათაკილო ხალხო ლუპზე გაკეთებულია თუ არა ტელევიზორული ამას აკეთებს არა გასაგებია მაგრამ აქ არის შემოქმედების რომ ტელევიზორული იმასაც აკეთებს რომ ყველა სტუდიას ყავს თავისი მსახიობი შემსრულებელი მუსიკოსი იქ დამკვრელი ბარაბანზე პერკუსიაზე გიტარაზე იწევენ უხდიან ფულს და აგვევინებენ ესეთი რაღაცა სანო სტუდიაში გახსნის დღიდან არსებობს მაგრამ ყველას არ უნდა ეს ეცი რა მიჩეული არიან უკვე ამ ესე ვთქვათ კომპრესირებულ გერებზე ესე ვთქვათ გესმით რომელიც კარგად ჟღერს ვითომ მიახლოებულია იქით და ყველას უნდა ესეთი ნინო ძალიან მოკლედ შეკითხვა ჩამოყალიბე მე ჩვენ გადაცემას შევაჯამებ და ვიტყვი რომ მიუხედავად თქვენ და მე დიდი პატივისცემისა ძალიან მძიმე სურათი დაიხატა მე მგონი აქ დღეს იმიტომ რომ ესე იგი თვითონვე აღიარებთ რომ ადგილი აქვს მიმბაძულობას პლაგიატობას ლუპებით სიმღერების გაკეთებას კომპიუტერით ხმების გასწორებას და ხელში ხრჩება ის უხარისხო ერთმანეთის მსგავსი იდენტური არანჟირებებით იდენტური მელოდიებითა და ტექსტებით აგრეთვე უნიჭო მომღერლები რომლებიც დღეს უყურებენ ყურებს რომლებსაც მე უყურებენ ტელევიზიით და რადიოთი ხალხს ყურებს. მაგრამ თქვენ აკეთებთ ამ პროდუქციას. ვაკეთებთ იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საჭმელი და სასმელი. ამას გავეცით უკვე პასუხი რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ არიან ადამიანები ბულკები შეუძლია რომლებიც იხდიან ამას. და ახალი იდეებიც არ არსებობს. აი ეს არის რატო გონეთ აი ყოფილ ხართ ბაზარზე? გასულ ხართ ჩვენი ქართული პროდუქცია გინახიათ? აი მაგალითად არსებობს სანო სტუდიის ლეიბელი ესეთი რა. ნახევარზე მეტმა იცის. ნახეთ რა არის გაკეთებული. 4 ახალი პროდუქცია გამოვიდა. ხალხურის ისეთი საესტრადო და რა ვიცი ყველაფერი ახალი გამოდის ყოველ დღე. ნანის ახალი ჩანაწერები. აი მას გავუკეთეთ, ცოტა ამას მიაქციეთ ყურადღება, იცით რა. თქვენ რა გონია რა ნანის არა აქვს შეცდომები ან არ ქონდა თავის დროზე, მაგრამ გაიარა გზა და მოვიდა აქამდე. ნანი არის აკადემია უკვე, ხო? ისე გაიარა იგივე ლელამას გზა, რომელიც ჩამოყალიბდა, იგივე მერაბას და აქ ხალხი მოვიდა პირდაპირ როგორ იცი რომ რა ჩაწერეთ გამოვედით, კლები გავუშვით всё. სწორად მაგაზე მაქვს საუბარი. ხო და ჩვენ ერთდაიგივე ვსაუბრობთ ესე იგი ესე ხო, ამიტომ ერთდაიგივეზე რომ არ ვისაუბროთ, ბოლო შეკითხვა ჩემთვის შემოვინახე, რომელიც არც ერთს არ გამოგძებთ, მაგალითად გადაცემა ცოტა რა.
მე ვეთქვი მამუკას. ლალი, სანამ მე შეკითხვას დავსვამ, შენ შეგიძლია დასვა შეკითხვა და მე უკვე მე დავაგვირგვინე. შესაბამება თუ არა სტანდარტებს თითოეულის სამუშაო ადგილი და სტუდია. შეიძლება? როცა ვლაპარაკობთ მუსიკაზე, მოდი სტანდარტებზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი სისულელე მუსიკა ხომ თავისუფლება არა, ნუ ხო რა, ეს სტანდარტი ხო, ნუ რო ყოფილიყო, ზუსტად სტანდარტებში შუშარო არ გაქვთ თქვენ, ამიტომ მოთხოვნილებიდან გამომდინარე სტანდარტებს ვქმნით. აი ეგ არის პრობლემა, რომ სტანდარტებში ვზივარ და ახალი იდეა არსებობს, ზუსტად ეგ არის პრობლემა. სტანდარტი. ნებისმიერ პირობებში შეიძლება. იქით-აქეთ არა შეიძლება მოწონთა ეს, მოდი ის გავუკეთოთ. არა, ეს არის ახლა ყოფილი შემთხვევები, ამერიკაში სწავლობთ ჩანაწერები, მოусმენია და გაკვირვებიათ. თუნდაც ის რომ თქვა საქართველოში მე თვითონ გამკვირვებია იქ რატო გავუკვირდათ, მაგრამ შეიძლება იქ სტილისტიკაზე იყო გაკვირვება, შეიძლება მე სკარიფსიო ასე ვიტყოდი, არ დავიჯერებ რომ აქ ხარისხზე იქნებოდა ჟღერადობაზე. უბრალოდ რაღაცა განწყობა, ხმოვანება შეიძლება რაღაც მართლა განსხვავებული კეთდება. ჩვენ ვერ ვამჩნევთ ახლა გვერდიდან შეიძლება მოსაწონია და ჩვენ უკვე მოგბეზდა, იმიტომაც თქვენთვისაც მოსაბეზრებელია, ჩვენთვის 2 მაგად და 10 მაგად მოსაბეზრებელია და გარეთ რომ გადის, არა, ჩვენ რატო ვიძახით 24 საათი ამ საქმეში ვარ და ახლა სწორედ გამიგე ერთი კვირა ერთ სიმღერას აკეთებ და მე კიდე რაღაცაც ზიხარ საჭმელს მიერთმე უკაცრავა და მე გესმის იგივე ნამუშევარი ვეღარ ავჭამ საჭმელს მე პირადად მიუხედავად იმისა რომ ლამაზია ვიღაცისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს არის აუტანელი პროცესი რომ ერთი კვირა ერთ და იგივე საკეთებ. შეიძლება მეტიც გააკეთო. თქვენ თვითონ პრესავთ საკუთარ თავს მე. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც არ დაუსვიათ ჩვენს ჟურნალისტებს. რატომ ხდება უმეტეს შემთხვევაში ისე, რომ სიმღერაში არ ისმის მომღერლის ტექსტი, ანუ რას ლაპარაკობს სიმღერაში? ეს ცუდი ბალანსის ბრალია თუ თავად არანაირად, არანაირად. ეგ არის თვითონ მომღერლის ბრალი. იცი რა, არ არის. ჯერ იცი რა, მე ძალიან ცოტა მომღერალში, თუნდაც იმ 10%-ში, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ესე ვთქვათ, არ დამინახია ბოლომდე, აი, იცი რა, ყველა სიმღერას თავის დრამატურგია აქვს. ხო, თავისი აწყობა აქვს, თავის მიმართულება აქვს, ხო? თავის ისტორია, როგორც ჩვენი კოლეგა და მეგობარი ეძახის. და რატო ვიძახი, იცი ამას რა, აი, თვითონ იცი როგორ მღერიან, ადგებიან და არდებს დრამატურგია და დრამატურგია როცა არდებს, ტექსტუალური მხარეც არდებს თავისთავად ცხადია რა. და მე მაგალითად არ მაქვს სწორი დიქცია, აი რაღაც მოჭერბებული სცეო, ხო? მე არ შეიძლება ვიყო წამყვანი ტელევიზიისტი. ესე გებია. ამიტომ თუ მე მაინდა-მაინც უნდივარ ვინმეს რომ ვიყო წამყვანი, გინდა არ გინდა მიმიყვანე პედაგოგთან, ხო? და რაღაცას გამიკეთებდი. თქვენ რა გონიათ მომღერალს არ უნდა იმის გამოთქმის პედაგოგი? და არასდროს მე მინახია. დამიჯერეთ მერწმუნეთ რა და სპეციალ ამიტომაც მე მგონი ქართველებისთვის გამოუშვეს DSR-ი, რომელიც ესეც კლავს ბოლოში რა. ყველაზე კარგი არის საქართველოში ეგა რა. და არასდროს არ ხდება ისე რომ ეს არის დამსახურება ხმის რეჟისორის, ანუ ცუდი ბალანსი. შეიძლება შენ რა ინფორმაციასაც მიცემ, რა გრაფიკაც გექნება, შენ შეიძლება გაზარდო. უბრალოდ თორე იქ თუ ნათქვამერა გოჭიროთ და თავის მართლება, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად მართალია ეს ადამიანი, იმიტომ რომ როცა სწორი არტიკულაცია არ გაგაჩნია. არ არის არტიკულაცია სწორედ. მაშინ არაფერი არ გამოვა, მაგრამ დიდი თვალებით. პირველ რიგში არის სიმღერის პედაგოგი. ნანი ბრეგვაძის ტექსტი ყოველთვის ისმის, არა სიმღერა. ერთ რაღაცას დავამატებ, უბრალოდ თავარია უბრალოდ ჩვენთან მოსული ადამიანი, ჩვენგან რასაც ითხოვს, თავარი ის არის რომ აი შესაბამისად იყოს სტილისტიკურად, კიდე არანჟირება, კიდე ხარისხი მუსიკის. შეიძლება რაღაც სტანდარტი დავარქვათ, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც წერ უბრალოდ მომღერალს, აი როგორც ხმაზე იყო ლაპარაკი, არა აქ იმ დონეზე ხმა, ну ხმა საერთოდ არა აქვს და ცდილობ ტექნიკიდან გამოიყვანო, ხო? ან კიდე პირიქით ხმა აქვს და იმდენად ლამაზი ხმა აქვს, რომ ფიქრობ კიდე გაალამაზო. ასე ვთქვათ, არ გინდა გააფუჭო, პირიქით გამოიყვანო ჩვენსკენ და აი მაგეთ მიდის ყველაფერი რომ არანაირად არ გამოდის ისე მე თუ მკითხავთ ძალიან ძნელია სხვადასხვა კონტინენტთან როდესაც გაქვს საქმე და ერთი სტანდარტი მომღერალი რომ მოდიოდეს ვიღაცა და შეიძლება ერთი სტანდარტი მეძღვა დაგვიფაროს თუ ახლა აი მაშინ უნდა იყოს კიდე ერთი სტანდარტი ისედაც ერთია და კიდე ერთი გვინდა უნდა იყოს მაშინ როკ სტუდია, soul სტუდია, samba სტუდია, ანუ ყველაფერი ერთადერთიანდება საქართველოს. არ არის ზურა იგი არ დაგეკითხეთ მაგაში, იცი რომ არ არსებობს არსად რომ აი გინდა თუ არა იქ როკ სტუდია, აქ ზურა თურმე სოფლიო სტუდია შემოვლილი მოდა ჩამიწერია ხო? როკ სტუდია მე გეტყვი ხა აკუსტიკურად შენ ციცი მე მგონი დამეთანხმები რომ როკ სტუდია ისო შორს დავით რა. შეიძლება ეგრე ლაპარაკი, კი შეიძლება იყოს ლატინო სტუდია არსებობს სპეციალურად მე ვიცი, სადაც ლატინო ჰაუსი კეთდება. და საბოლოოდ დამნაშავე ვინ არის? მუსიკის ავტორი, ტექსტის
ტექსტის ავტორი, მომღერალი თუ თქვენ არანჟირების ავტორი? და ეს იქნება ბოლო შეკითხვა. გიგა მიქელაძე დამნაშავე ვინ არის? არც ერთი იყო დამნაშავე და არც მეორე დამნაშავე, ორივე საქართველოს მეთქი. ვინ არის დამნაშავე? ამ უგემნობობაში. ვინ? ვაი, მე? აი ყველაზე კაი შეკითხვა. ჩვენ არა, ჩვენ ვცდილობთ გავალავოთ ტელევიზია და რადიო. აბსოლუტურად, ну, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ყველა. იცი რა არის? იმიტომ ჩვენ ვართ აი რას გულისხმობ, ხო? ის ტელევიზია, რომელიც საერთოდ არაფერს არ უშვებს და სნობურად მარტო რაღაცა ფირმა ნაწარმოებს. ტელევიზია, რომელიც ფილტრავს, ისევე როგორც არსებობენ რადიოები, რომლებიც ფილტრავენ პროდუქციას. ანუ საბოლოო ჯამში ხმის ჭამწერ სტუდიებს მაინც ხელები დაუბანიათ, ისინი თავის სახელს. ხელები არა, მოგვეფერეთ ჩვენ მოგვეფერეთ, რომ კიდე რაღაც საქმე გავაკეთოთ და რაღაც გამოვაჩინოთ. ისინი თავის სახელს აკეთებენ, ტელევიზიები და რადიოები კი ძირითადად ზრუნავენ, ესე იგი ამ ყველაფრის ადამიანებს. ისე ერთ რამეს თუ ბოლოს და დაამთავრებ უკაცრავად რა. ჩვენთან სტუდიებში იმდენად ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, აი მეება რომ დაიწყო სიმღერა, დღეს ვინც ღერის სულ ყველა ქედი ჩამოვა რა. არა, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ისინი ათვლიან თავს მომღერლებად, მაგრამ იმდენად მაგრად მღერიან, ყველას აჯობებენ რა. ყველას მაგრად აჯობებენ. ხო, უმეტეს შემთხვევაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სამი განსხვავებული სტუდიის წარმომადგენელს ჩვენთან სტუმრობისათვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ჟურნალისტებს საინტერესო შეკითხვებისთვის. თქვენს ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ჩვენ როგორც ყოველთვის მომდევნო შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს თოქ-შოუში პრეს-პრესი. კარგად.